ანუ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ბიზანტიის იმპერიაზე. ბიზანტიელები საერთოდ საკუთარ თავს მიიჩნევდნენ სამართლიანად როგორც რომაელებს, ხო? მაინც ალბათ ქართველისთვის ასოცირდებოდა ეს ყველაფერი საბერძნეთთან, ბერძნებთან და ამგვარად დარჩა, ხო? თანამედროვე ტერმინი შემოიტანა ობოლენსკიმ და დაარქვა ამ რაღაცა სივრცეს თანამეგობრობა. თავდაცვითი სისტემები, რომელიც მას ჰქონდა, ფაქტობრივად აღმოსავლეთიდან უზრუნველყოფდა ხოლმე, რომ ის მისი ძირითადი ბირთვი, რაც იყო იმპერიისა, შეენარჩუნებინა და დაეცვა. ან დაკარგვის შემთხვევაში მალევე დაებრუნებინა, აღედგინა უკან. ის მთელი ნათარგმნი ლიტერატურის დიდი ნაწილი ბიზანტიური ტექსტებია, რომელიც მე ქართულ სივრცეში შემოდის. ბიზანტიის ისტორია ფაქტობრივად მთელ შუა საუკუნეებს გასდევს და მისი დასრულებით ისიც მთავრდება. მოგესალმებით, წარე პოდკასტი. ჩვენი თავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Next. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი Wine, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის მხარდამჭერია Classroom G პლატფორმა, რომელიც მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ Classroom-მა დაამატა რამდენიმე ახალი აპლიკაცია მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, ხოლო სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აღწერაში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის სანდრო ნიკოლაიშვილი, ისტორიკოსი, კოლეგა, შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტი. და ჩვენ მე მგონი კარგად ჩანს რა თემაზეც უნდა ვილაპარაკოთ დღეს. ალბათ ბევრს გეცნობათ ეს ძალიან ცნობილი სიმბოლიკა. თუ ისტორიის წიგნებიდან და ილუსტრაციებიდან არა, სულ მინიმუმ ცნობილი სტრატეგიული თამაშებიდან მაინც, როგორც არის Medieval Total War და როგორც არის მაგალითად Crusader Kings და ასე შემდეგ. ანუ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ბიზანტიის იმპერიაზე და ამ შემთხვევაში ჩვენ ვეცდებით განვმარტოთ რა ფენომენია ბიზანტიის იმპერია, რა ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ჯდება, რას წარმოადგენდა და რა გავლენა დატოვა, რას ნიშნავს ბიზანტიური თანამეგობრობა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ეს იქნება შესავალი შემდგომ პერიოდში ჩაწერილი ბიზანტიური ეპიზოდებისა, იმიტომ რომ მინაიდან რომზე ხშირად ჩაგვიწერია, ბევრ მსმენელს უთქვამს, რომ მოდი ბიზანტიაზეც გააკეთეთ რამე სერიები და სიამოვნებით გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩემთვისაც ძალიან ახლობელი საკითხი არის. სანდრო, ძალიან მიხარია რომ გვეწვიე წარე პოდკასტში. სანდრო აქ არ იმყოფებოდა, იყო დანიაში დიდი ხნის მანძილზე და ახლა გვეწვია საქართველოში. იქ მუშაობს შესაბამისად, მე ველოდებოდი რომ ჩამოვიდოდა რომ სტუდიაში ჩაგვეწერა შემდგომ ეს ეპიზოდი, იმიტომ რომ ონლაინ არ მინდოდა ასეთი მაგარი თემის ჩაწერა. პირველ რიგში მე მოკლე შესავალს დავიწყებ იმით, რომ ბიზანტიას საქართველოს ისტორიისათვის აქვს ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჯერ პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ეს დაკავშირებული არის ქრისტიანობასთან თავისთავად. ჩვენ ვერჯერ გვისაუბრია ამაზე, თავისოზე შოთა მათთაშვილი როცა ყავდა სტუმრად, მან ისაუბრა საქართველოს გაქრისტიანებაზე და მაშინ ძალიან მკაფიოდ გამოვკვეთეთ ჩვენ ბიზანტიის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ რომის იმპერიის მნიშვნელობა საქართველოს გაქრისტიანებაში და შემდგომი გავლენა. ბუნებრივია, რასაც ბიზანტია ინარჩუნებდა კავკასიის რეგიონში. შემდგომ საუკუნეების მანძილზე ფაქტობრივად მე-12 საუკუნემდე ბიზანტია არის მოთამაშე ერთ-ერთი, ხო, კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა იმპერიებთან, რომელიც აღმოსავლეთში ჩნდებოდა, როგორც იყო თავისოზე სასანური ირანი, შემდგომ პერიოდში იყო აბასიანთა, ომაიანთა და მერე აბასიანთა სახალიფოები, უფრო შემდგომ თურქ-სელჩუკები და შემდეგ მეტოქეობდა და ცდილობდა ამ რეგიონზე თავის გავლენის გავრცელებას. ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან, ჩვენ ვიცით ჩვენი მეფეების ბიზანტიური ტიტულატურის შესახებ, რომელსაც ჰქონდათ კურაპალატის, მაგისტროსის, კესაროსისა და შემდეგ წოდებები მიღებული ბიზანტიიდან. იყო დრო, როცა ქართველი მეფეები ჩადიოდნენ კონსტანტინოპოლში და იღებდნენ სამეფო რეგალიებს ფაქტობრივად, როგორც იყო მაგალითად ლაზიკის მეფე წათის ვიზიტი კონსტანტინოპოლში თავისოზე ბაგრატ მეოთხის ჩასვლა შემდგომ პერიოდში და ასე შემდეგ. ამიტომაც არის რომ ეს თემა მე ვფიქრობ რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენგან და საქართველოს ისტორიაზე ალბათ არც ერთ სხვა ცივილიზაციას არ მოუხდენია იმდენი ზეგავლენა, რამდენიც ალბათ მოახდინა, თუ ირანს არ ავიღებთ ანტიკურ ხანაში, შემდგომ პერიოდში უკვე ალბათ რომი და რა თქმა უნდა მისი მემკვიდრეობა, ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერია. მაგრამ თავდაპირველად მინდა რომ რაღაცა მოკლე ეს გავაკეთოთ განმარტება, ვინაიდან ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ბიზანტიას და მაგალითად უთქვამს ჩვენ ზოგიერთ მსმენელს რომ რომს რატომ არ იყენებთ ან რომის იმპერიას, იმიტომ რომ ბიზანტია თავის მხრივ აღმოსავლეთ რომის იმპერიაა, ხო? ახსნათ მაინც რას უწოდებთ, რატომ უწოდებთ ამ სახელწოდებას ბიზანტიას, საიდან წარმოდგა, როდიდან და რა კონტექსტი აქვს ზოგადად ამ სახელწოდება? რა იგულისხმება ბიზანტიაში უშუალოდ? მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. ხო, ბიზანტია ალბათ მსმენელი, რომელიც გვადერნებს თვალყურს იცის, რომ არის მე-16 საუკუნეში გაჩენილი ტერმინი, როდესაც აღმოსავლეთ რომის იმპერიას, იმიტომ რეალურად ბიზანტიას არის
რომის იმპერია, შუა საუკუნეების რომის იმპერია, ან აღმოსავლეთ რომის იმპერია, ეს ჩვენზეა დამოკიდებული მას როგორ უწოდებთ, დაარქვეს უბრალოდ იმპერიას, რომელიც მე-16 საუკუნეში აღარ არსებობდა და სახელი წარმოვიდა კონსტანტინოპოლის ანტიკური დასახელებიდან, იმიტომ რომ ბიზანტიონი ეს იყო კონსტანტინოპოლის ძველი სახელი და როდესაც ის კონსტანტინე პრაქტიკულად ხელახლა დაარსა და დაარქვა მას კონსტანტინოპოლი, აი აქედან მომდინარეობს ეს სახელი, არის ანაქრონიზმი იმ მხრივ, რომ ამ იმპერიის მოსახლეობას, ყოველ შემთხვევაში იმ ელიტას, რომელმაც რაღაცა სამწერლობო კულტურა შექმნა და რაღაცა ტექსტები დაწერა და დაგვიტოვა მემკვიდრეობა, იქ საკუთარ თავს არასოდეს არ აიდენტიფიცირებს როგორც ბიზანტიელი, ხო? ანუ ბიზანტიელები საერთოდ საკუთარ თავს მიიჩნევდნენ სამართლიანად როგორც რომაელებს, ხო? და თქვათ იმპერიას ერქვა რომანია და თქვათ იმპერატორს ეძახდნენ ბასილეოს ტონ რომაიონა, რომ იმპერატორი, რომაელების იმპერატორი ან მეფე, ანუ ბასილეოსი. ხო, ბასილეოსი უფრო ბერძნულად უფრო რაღაც მეფეა. ხო, ბიზანტიამ ზოგადად შეიძინა ძალიან ანუ მაგ მარტო სემანტიკური პრობლემა არ არის, კონცეპტუალურიც არის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვეძახით პოლიტიკურ ერთეულს იმ ტერმინს, რომელიც მას არასოდეს არ ერქვა და არასოდეს არ იდენტიფიცირდებოდა იმ ტერმინით, არის ცოტა პრობლემატური და მეორე მხრივ ამ ბიზანტიამ შეიძინა მოგვიანებით ძალიან ესე თქვათ მახინჯი ფორმები იმ მხრივ რომ გაიგივებული იყო თქვათ ბიზანტია გახდა რაღაცა ბიუროკრატიის, ცუდი დიპლომატიის, ტყუილის, აი რაღაცა ძალიან კოლონიური და ევროცენტრისტული პოზიციიდან გამომდინარე ორიენტალიზმის ნაწილია რაღაცნაირად, ხო? ძალიან დამახინჯდა, ამიტომ თანამედროვე მკვლევარები მithometes ბოლო 20-30 წელია ძალიან სერიოზულად ცდილობენ, რომ აი ეს იდეაში იმ იმპერიას, რაც ერქვა მას შუა საუკუნეების განმავლობაში და როგორც იდენტიფიცირდებოდა მოსახლეობა, ყოველთვის ელიტა და ის სახელი და ტერმინი დაუბრუნა. ხო, როგორც არის შემთხვევაში რომაელები და რომის იმპერია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვხვდება სხვადასხვა იმ პერიოდის სახელმწიფოებში სხვადასხვანაირი მოხსენიებაც, ხო? ამ სახელმწიფოში როგორც არის მაგალითად ქართველების მხრიდან ბერძნებად მოხსენიება უბრალოდ ბერძენთა ბასილევსი, ბერძენთა მეფე, ბერძნები ზოგადად, ხო? როგორც მოიხსენიებენ ხოლმე ბიზანტიის იმპერიას, ვინაიდან ისინი საუბრობდნენ ამ პერიოდში უკვე ბერძნულ ენაზე და წარმოადგენდნენ, რა თქმა უნდა, ქართველებისათვის ყველაზე მეტად იდენტიფიცირდებოდნენ იმ ბერძნებთან, რომელთანაც მათ უშუალოდ შეხება ჰქონდათ. ასევე გასათვალისწინებელია ალბათ ისიც, რომ ზოგადად ბიზანტია და ზოგადად ის აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე ლათინურმა ვერ მოახერხა ჩაენაცვლებინა ბერძნული. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერიის შემადგენლობაში იყო ეს ნაწილი, ხო? ანუ შემდგომ პერიოდში, აი რომისგან დაპყრობის შემდეგაც კი ის ელინიზაცია, რაც მოხდა ამ ტერიტორიისა თავის დროზე, ვერ შეცვალა რომმა ლათინური ენით. წარწერები ხდება ისევ ბერძნული, ძირითადად წერენ ისევ ბერძნულად და შესაბამისად ჩვენთანაც ალბათ საქართველოში ვისთანაც უშუალო შეხება ჰქონდათ ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში ძირითადად, ხო, კოლხეთში, შემდგომში ლაზიკაში ბერძნულ ენაზე მეტყველებდნენ. შემდგომში არსებული რიტორიკის სკოლები იქნებოდა თუ შემდეგ ყველგან ბერძნულად ხდებოდა ყველაფერი. ამიტომაც მაინც ალბათ ქართველისთვის ასოცირდებოდა ეს ყველაფერი საბერძნეთთან, ბერძნებთან და ამგვარად დარჩა, ხო? იმიტომ ჩვენი შეხედვით ხდება, რომ რომი ან რომაელები ნახსენებია ხოლმე ისიც ადრეულ პერიოდში უფრო. კი, ეგ ნამდვილად ეგრეა, იმიტომ რომ ქართველები როგორც ჩანს შუა საუკუნეებში აღიქვავდნენ ამ სივრცეს ენიდან გამომდინარე. ანუ უბრალოდ თქვა თუ ლათინურ დასავლეთში იმისთვის რომ რომაული წარმოშობა, ანუ როდესაც დაიწყო მოკლედ დასავლეთში რომის მემკვიდრეობაზე ჭიდილი და დაიწყო თქვა აღმოსავლეთ რომის იმპერიისთვის ბერძნული იმპერიის და კონსტანტინოპოლის იმპერიის დარქმევა, აქ ძალიან იდეოლოგიზირებული მომენტი იყო, თქვა ის რომ ბიზანტიისთვის ანუ ეს უარყოფა მომხდარიყო მისი რომაულობის, მაგრამ ქართული სივრცისთვის მის ბერძნულობა არ იგულისხმობდა იმას, რომ ის არ იყო რომის იმპერია. უბრალოდ ჩვენ უბრალოდ აღვიქვავდით ამას მხოლოდ ენობრივი კუთხიდან. ამიტომ ენიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ თქვათ ქართველები თვლიდნენ, რომ ბიზანტია არ იყო რომის იმპერია და ამიტომ რაღაცა დამამცირებელი მომენტი არ იყო. დამაკნინებელი არ იყო ჩვენი გადმოსახედიდან. აი, სომხურ მასში სინამდვილეში ორივეა, ბერძნულიც არის და ხანდახან სომხური წყაროები რომსაც უწოდებენ ბიზანტიას. მაგალითად ჩვენთან ეგ თითქმის არ არის. და საინტერესო ის არის, რომ იწყება შუა საუკუნეებში, მე-11-მე საუკუნეში აი ეს ბუმი რო არის ჩვენთან თარგმნილობით საქმიანობის, იქ თარგმანის დროს რა ანუ ხანდახან თუ ბიზანტიურ ტექსტში წერია რომი, ჩვენები თარგმნიან როგორც საბერძნეთს.
ხო. ხანდახან რომი გადმოდის, აი მაგალითად წმინდანთა ცხოვრებაში ეს მეტაფრასული ტექსტები, რომელიც მე-11 საუკუნის ბოლოს ითარგმნა, ხო? იქ თუ ორიგინალში წერია რომი, ხანდახან ჩვენები ამას თარგმნიან როგორც ხშირად უფრო თარგმნიან როგორც ალბათ ეს ექვთიმეთაწმინდელი, გიორგიმეთაწმინდელი და ამ პერიოდში გვიანი პერიოდი, აი უფრო თეოფილე ხუცეს მონაზონი და აი ეფრემ ცირის უფის ერთარგმნილი ტექსტები. ხო, შესაბამისად ეს ტერმინი დროთა განმავლობაში ალბათ მაინც მეტყველებდა იმაზე, როგორ აღიქვამდა დასავლეთ ევროპა უმეტესწილად, მაინც ამ სივრცეს, ხო? მაინც პირველ რიგში ალბათ უნდა ვახსენოთ ჩვენ ტერმინი ტრანსლაციო იმპერიი, რაც მოხდა კარლოს დიდის მმართველობის დროს, ხო, იმპერიის გადატანა დასავლეთში, რის შემდეგაც დასავლეთი ნელ-ნელა ჩამოშორდა თითქოს ამ აღმოსავლეთ რომის იმპერიულ სივრცეს, იმიტომ რომ თავიდან მე მისაუბრია პოდკასტში, რომ იყო პერიოდი, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ იმპერია დაეცა რომისა, აღმოსავლეთ რომის იმპერატორი კვლავინდებოდა რომის იმპერატორად მიიჩნევოდა დასავლეთშიც და ის ბარბაროსი მეფეებიც, რომლებიც დამკვიდრდნენ დასავლეთ ევროპაში, ფრანკთა მეფე იქნებოდა ეს ვესტგოთი და ოსგოთი და შემდეგ აღიარებდნენ მის უზენაესობას, აღიარებდნენ მას რომის იმპერატორად, ოდოაკრმას თავიზოზე ის ცნობილი გვირგვინი რომულუს ავგუსტულუსისა გაგზავნა კონსტანტინოპოლში, იმიტომ რომ გაუგზავნა რომის იმპერატორს, ვისაც ის ეკუთვნოდა ამ შემთხვევაში, მაგრამ აი მას შემდეგ რაც კარლოს დიდმა მოახერხა ის რომ თვითონ დაიდგა რომის იმპერატორის გვირგვინი და შეიქმნა ფაქტობრივად საღვთო რომის იმპერია. აი ამის შემდეგ რაღაცნაირად დასავლეთი ჩამოშორდა ამ სივრცეს და ნელ-ნელა ეს პროცესი გაგრძელდა იქამდე, სანამ 1514 წელს მერე სქიზმაც არ მოხდა და ამან ეს ლათინური და ბერძნული სამყაროები ძალიან არ გააშორა, ხო, ერთმანეთს. რის გამოც მერე ძალიან კარგად იკითხება ხო მათი დამოკიდებულებაც ერთმანეთისადმი. ხო, აი ეს კომისი რა ქვია კაროლინგების პერიოდში კარლოს დიდის კურთხევა და რომის იმპერატორის ტიტულის დასავლეთში გადატანა იყო ძალიან სერიოზული ეს თქვა იდეოლოგიური დაპირისპირება, როდესაც კონსტანტინოპოლში რაღაც ხრივ არის შოკი, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლური ელიტის და საიმპერატორო კარის გადმოსახედიდან არის ერთი რომი. იმიტომ რომ რომის იმპერია შეიძლება დასავლეთში მისი ნაწილის დეზინტეგრაციაცია მოხდა და ესე თქვა შეიკუმშა რომის იმპერია, მაგრამ იქ ხომ მემკვიდრეობა არ ყოფილა არანაირი წყვეტა, ხო? კონსტანტინოპოლი დაარსა კონსტანტინემ იქ რაღაცა არ მოხდა რა თქვა რაღაცა სერიოზული ჩანაცვლება კონსტანტინოპოლის აღება ან ახალ ელემენტების გაჩენა, ხო? თქვა კონსტანტინე რო გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეებმა განაგრძეს თქვა მმართველობა კონსტანტინოპოლიდან. კონსტანტინოპოლი თავიდან ბოლომდე არის რაღაცა ეს რომაული ქალაქი, თავისი არქიტექტურითაც და მონუმენტებით. სეკუნდა რომა, მეორე რომი. არის, თქვა მაი კონსტანტინემ როდესაც დაარსა, აღაშენა თავიდან კონსტანტინოპოლი, ხო, იქ გარდა ქრისტიანული, ესე თქვა, ტოპოგრაფიული ელემენტების გაჩენისა, ძალიან ის იყო, რა ქვია, მნიშვნელოვანი იყო ამ კლასიკური ასპექტების გადმოტანაც, უამრავი მაგალითად ძეგლი დაიდგა, თქვა 20-ზე მეტი, ისი რა ქვია, ჰომეროსის გმირების, ანუ აი ეს რო შადიოდი კონსტანტინოპოლში, გარდა იმისა, რომ იმპერატორების ძეგლები მუდმივად იყო და არქიტექტურა კლასიკური იყო, ხო? აი ეს კლასიკური ანტიკური ცივილიზაციის განცდა იყო მუდმივად. ანუ კონსტანტინე დაკრძალული იყო მავზოლეუმში, ის რა ქვია, 12 მოციქულის ეკლესიაში, მის მემკვიდრეები ყველანი იყვნენ დაკრძალულები კონსტანტინოპოლში. საიმპერატორო სასახლე თითქმის იგივე იყო რაც კონსტანტინეს დროს, მათი ნივთები გარშემო იყო და უცბად როდესაც თქვა ფრანკებმა განაცხადეს რომ ის არის რომის იმპერია, შოკი მართლაც ძალიან რეალური იყო, იმიტომ რომ ანუ არის ერთი რომი, კონსტანტინოპოლი არის ახალი რომი და უცბად ფრანკები, რომლებიც რეალად არც არიან რეალად რომანიზირებული, მეტად უფრო პერიფერიული სივრცე იყო, ხო, ეხა ფრანკები კი იყვნენ რაღაც ხრივ რომის იმპერიის გავლენის სფერო, მაგრამ ანუ ეს ცენტრალური ნაწილი არც არ ყოფილა რომის. ამიტომ კონსტანტინოპოლის გადმოსახედიდან არიან თვითმარქვიები რა და მიდის ეს რაღაც იდეოლოგიური ჭიდილი, რომ რანაირად ხარ თქვენ რომი, როცა კონსტანტინემ გადმოიტანა დედაქალაქი აქ, იმპერიამ განაგრძო ჩვეულებრივად არსებობა უბრალოდ აღმოსავლეთზეა ორიენტირებული და ფოკუსირებული და თქვენ საერთოდ მინხართ. და აქედან ახენი გახდა მეორე რომი. ხება მე აი უკვე დასავლური ტექსტები და აი ეს თქვა ცდელობა არის, რომ რომი უნდა იყოს ერთი. კი, ერთი იმპერატორი, როგორც წამოწევს. ამიტომ რახან დასავლეთში ეს რაღაცა ხდება ამ რაღაცა რომის იდეის ხელახალი გაღვიძება, ამიტომ არ შეიძლება რომ რეალური რომის იმპერია იყოს რომის იმპერია. ამიტომ ხდება მისთვის ბერძნული იმპერიის ან კონსტანტინოპოლის იმპერიის დარქმევა. და აი ეს რაღაცა მუდმივი არის, ეს უარყოფა, რომ აქ კონსტანტინოპოლში ძალიან უკმაყოფილებაა, რომ როგორ შეიძლება თქვა, ანუ თვითმარქვიები არიან კონსტანტინოპოლის გადმოსახედიდან ფრანკები, რომ ანუ დასავლური პერსპექტივიდან იმპერატორის ტიტულზე უარს არ ეუბნებიან, ეუბნებიან შენ არ ხარ რომის იმპერატორი რა.
ხო. იმიტომ რომ თავის დროზე კარლოსმა ხო ცადა რომ დაქორწინებული იყო თვითონ ბიზანტიის დედოფალზე. ხო. ხო, იდეაში არგუმენტი ის იყო რომ არ შეიძლება რომ თქვათ ხალი რო არის და იმპერატორი და ახან იმპერატორის ტახტი ვაკანტურია, იმიტომ რომ ხალის ის იმაზე შესაბამისად ჩვენ ვართ რომის იმპერია. და ეს ძალიან დიდი, ანუ ეს იმ მომენტისთვის შეიძლება რაც მომენტში ჩაიფარცხა, მაგრამ მოგვიანებით პერიოდში, როდესაც მე ხდება თქვათ ოტონიანების მიერ ისე აღურძინება აი ამ რაღაცა რომის იმპერიის გერმანული საფრთხე რომის იმპერიის. რომელიღაც მკვლევარი ამბობდა ესო არც რომის იმპერია იყო, არც წმინდა იყო და ხო და ამიტომ შესაბამისად აი ეს როგორც კი ჩდება გამოგვიძება ამ რაც რომაული იდეის დასავლეთში იწყება ეს რაც იდეოლოგია დაპირისპირება, რომელიც პრაქტიკულად 1804 წლამდე მიგვიყვანს. ხო, აი მაგას მე ლათინებისა და ბერძნების განხეთქილებას და მის შედეგებს კიდევ ცალკე ვიტყვი, მაგრამ მანამდე გამსაზღვროთ აი ბიზანტიაზე როცა საუბრობთ, რა ქრონოლოგიურ ჩარჩოში ვათავსებთ? დასასრული გასაგები არის, რომ კიდევ შედარებით გასაგებია, იმიტომ რომ იქაც კონსტანტინოპოლის დაცემის მერე არსებობს კიდევ სხვა პატარა ერთეულები, რომლებიც მის შემდეგაც იარსება, ხო, როგორც იყო ტრაპიზონის იმპერია, მაგალითად, როგორც იყო ეპირში არსებული მცირე ერთეული, როგორც იყო მორეის ადესპოტო, მაგალითად, მის მერე კიდე არსებობენ, მაგრამ ცოტა ხანი ძალიან. მაგრამ აი დასაწყისად ბიზანტიისა რა შეუძლია ჩავთვალოთ? არის ეს კონსტანტინეს მმართველობა, დიოკლეტიანეს მმართველობა, როცა პირველად გაიყო რომი, თუ თეოდოსიუსისა, როცა არკადიუსსა და ჰონორიუსს შორის გაიყო პირველად იმპერია. აი რა არის დღევანდელი მეცნიერების ყველაზე მიღებული ვერსია ამ შემთხვევაში, როცა ბიზანტიის ისტორიას ვიწყებთ ამ შემთხვევაში. თუ ჩვენ ახლა გავუყვებით ახალ ტენდენციას და ძალიან ესე ვთქვათ რევიზიონიზმ კაი გაგებით, იმიტომ რომ ახან ბიზანტია მისთვის წართმეული იყო რეალურად, ხო? რომსაც არ ვეძახდით, რაც მოვიგონეთ ტერმინი, რომელსაც ძალიან უარყოფითი კონოტაცია შეიძინა მერე საბჭოთა პერიოდში და რუსეთმა რაღაც ეს ბიზანტიური მემკვიდრეობაზე გამოაცხადა და პრეტენზია და ხშირად ევროპას თვლიდა, რომ რაღაცა რუსეთი იყო ამ ბიზანტიის გაგრძელება და ახან ან რუსული პრიზმიდან დაიწყეს და საბჭოთა პრიზმიდან მე სტალინს ეძახდნენ დიდ ბიზანტიელს ასემ და აქაური პრიზმიდან დაიწყეს რომის იმპერიის გაგება, რამაც კიდევ უფრო ძალიან დააკნინა. ამ თანამედროვე რევიზიონიზმი, რომელსაც მაგალითად კალდელისი, ელეონორა ნევილი და ახალი მკვლევარები, ისე ვთქვათ, ადვოკატირებენ, ხო, იმათვის არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს შესწორება და ანუ ბიზანტია ტერმინი უნდა მეც ახლა მაგალითად მას ბიზანტიას ხმარობ, იმიტომ რომ ახლა ვიღაცებთან ყველასთვის გასაგებია. და მაგრამ ყველა ვაღირებთ, რომ არის პრობლემატური ტერმინი, იმიტომ რომ არ ასახავს რეალურად მანტო სემანტიკა არ არის, დატვირთ აქვს სხვანაირი რა, რაღაც რომ ფიქრობ ბიზანტიაზე, რაღაც სხვა წარმოგიდგენე, ხო და ანუ ახალი, ასე ვთქვათ, მიმართვა, ანუ კარგად ბიზანტიის და მისი, ასე ვთქვათ, აღდგენის კი არა, უпростоეთ მისი რეპუტაციის აღდგენის სტელობა, რაც მიდის ახლა დასავლურ სამეცნიერო წრეებში, იქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თუ ეს არის რომის იმპერია და არის რომის იმპერია, ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ აღმოსავლეთ რომის იმპერია დავარქვათ, თუ ქრისტიანული რომის იმპერია დავარქვათ. ხო და ამიტომ ახლა კალდელს საერთოდ იძახის, რომ არ შეიძლება რომის ისტორია და ბიზანტიის ისტორია რაღაცა ისე გაყოფილი იყოს, იმიტომ რომ ახლა უამრავი რომის იმპერიის სპეციალისტები არსებობენ, რომლებიც დიოკლეტიანეთი ამთავრებენ და ამის იქით მათი ან პირიქით, ხო? შესაბამისად, თუ ჩვენ რაღაცა უნდა მოუშალოთ აი ეს ქრონოლოგია და რაღაცა რომის რეალურად, ანუ რომის რომან სტადიის, რაც არის კლასიკური მივაბათ ბიზანტიას, ამ მაშინ საერთოდ ვიწყებთ რომის ისტორიას და ვაბავთ ამ ორ დისციპლინას ერთმანეთს. ეგრე შუა საუკუნეები და ანტიკურობის გამოჯინა როგორ უნდა მოხდეს მაგ შემთხვევაში მანდა? ხო, ეგ პრობლემა არის, მაშინ იმიტომ ლაპარაკი რახან არის, რომ ეს რაღაცა რომის შემთხვევაში სიტუაცია ცოტა სხვანაირია, მაგრამ ჩემი განმსახედიდან ალბათ ყველაზე ლოგიკურია მაინც კონსტანტინედან დავიწყოთ და ეხა ის ახალი კი პიტერ ბრაუნის გამოჩენის დროს რაღაცა გვიანი ანტიკურობის შემოტანამ ერთის მხრივ რაღაცა ბოლო, რაღაცა 10 წლების განმავლობაში იყო ეს რაღაცა გვიანი ანტიკურობა, რომელიც იწყებოდა დიოკლეტიანიდან და მოდიოდა არაბების იმამდე, მაგრამ ეხა ისევ წავიდა, რომ აი ეს გვიანი ანტიკურობას არ უარყოფთ, მაგრამ მაინც როცა ლაპარაკობთ ბიზანტიაზე ვიწყებთ კონსტანტინედან. თუმცა იყო მაგალითად მე რო დავიწყე მაგისტრატურა ცენტრალურობის უნივერსიტეტში, ბიზანტია იწყებოდა ჰერაკლიოსით, არა და რუსული სკოლა კონსტანტინედან იწყებდა. ეხა ისევ წავიდა, რომ მოდი კონსტანტინედან დავიწყოთ, იმიტომ რომ ლოგიკურია, ფაქტიურად მოხდა იმის გაფორმება, რომ იმპერიას აქვს აღმოსავლური ფოკუსი კონსტანტინეს დროს, მთელი რიგი მიზეზების გამო, რომიც იგადადეს თვითონ. იმიტომ რომ იყო უკვე იმპერატორები კონსტანტინემ, რომლებსაც რომში მე მგონი შევლილს არ ქონდათ. ხო, ანუ არ არის კი რომია, მაგრამ ფოკუსირება აღმოსავლეთშია, რაღაცა აი გეოპოლიტიკურ რეალობას რაც შეიქმნა, თქვათ მე-13 საუკუნის ბოლოს და მე-4-ის დასაწყისში კონსტანტინე ამის ფიქსაციას აკეთებს რა და აი როდესაც ხდება კონსტანტინოპოლის ან ბიზანტიონის ხელახალი გადაარსება კონსტანტინოპოლად და მეორე რომად საიმპერატორო დედაქალაქი და უკვე იმპერიის ესე ვთქვათ გრავიტაციის ცენტრი ფიქსირდება აღმოსავლეთში, აქედან ვიწყებ ჩვენ უკვე აი ეგრეთ წოდებულ ბიზანტიურ
ხო, თავის დროზე ხო ისიც დიოკლეტიანეც ნიკომედიაში გადავიდა საერთოდ მაშინ როცა გაყო იმპერია და ძირითადი ფოკუსი მასაც უფრო აღმოსავლეთზე ქონდა თავის დროზე გალერიუსის კამპანიებიც აღმოსავლეთში შემდგომში სასანიანებთან დალაგება და შემდეგ და უფრო აღმოსავლეთი უფრო ამ შემთხვევაში უკეთესი ვარიანტი იყო მათთვის იმიტომ რომ დასავლეთში უფრო მეტი საფრთხე ემუქრებოდა თავის მხრივ უფრო ნაკლებად მდიდარი იყო და შესაბამისად აღმოსავლეთს უფრო გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდა და ისედაც სიტუაციას თუ შევხედავთ მე-5 საუკუნეში ეს ძალიან აშკარა არის ხოლმე რომ აღმოსავლეთ რომს ჰქონდა ბევრი პლუსი დასავლეთთან შედარებით მაშინდელი რომელიც გამოდმებით განიცდიდა ბარბაროსების შემოსევებს, მიგრაციას, ვესტგოთების, ოსტგოთების, ვანდალების, ალანების, ჰუნებისა და ასე შემდეგ და რომელთა შეჩერება დასავლეთში გაცილებით უფრო გაუჭირდათ მათ მთლიანობაში მე ბრიტანეთის დათმეს 410 წლის მერე და ფაქტობრივად ადვილად მოიშალა უფრო სისტემა როცა აღმოსავლეთში დუნაის ხაზი შენარჩუნება მაგალითად და იგივე კონსტანტინოპოლის თავდაცვითი კედლები საკმარისი იყო ხოლმე იმისთვის რომ იმპერიას გადაერჩინა თავი ყოველ შემთხვევაში აქეთ ხო მე მგონია რომ აღმოსავლეთის რეალობა გადანაცვლების აი ამ ფოკუსირება პირველი და ანუ იდეაში რომის იმპერია აღიარებდა ერთადერთ სერიოზულ მოწინააღმდეგეს რომელიც მეტნაკლებად ანუ ხო სასანიანური დინასტიის მოსვლის შემდეგ რომელმაც ბევრად უფრო ძლიერი გახადა და მოთამაშე გახადა სასანიანური ირანი ახალმა დინასტიამ რომელიც ამავდროულად ძალიან რევიზიონისტული და აგრესიული იყო ხო თქვა პარტიული პერიოდში რაღაცა კი არის პრობლემა პარტია, მაგრამ მან ელინისტურია რაღაც დონეზე, ხო? მაგრამ ამათ რაღაცა ეს ტრამპისტული ის არის რა, ეს რომ make Iran great again და ანუ ეს არ არის რაღაცა იმპერიის აღდგენის იდეა იყო. და რიტორიკის დონეზეც არის, მაგრამ ეს რიტორიკის იქითაც მიდის ყველაფერი და მცდელობა არის სერიოზულად, რომ რომის პოზიციები ჩააჩუჩუნდა. ნუ იმპერატორებიც კარგად ათვითცნობიერებენ, რომ ეს რაღაცა სერიოზული ძალაა სხვათა შორის და ანუ აღქმა იმის რომ აღმოსავლეთში რაღაც ახალი რეალობა შეიქმნა არის და ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი ჩემი გადმოსახედი და ალბათ ბევრი მკვლევარიც ამაზე არის რომ არა მარტო იმიტომ რომ თქვა დუნაი და თქვა იქ გერმანული ელემენტის ჩამოწოლა იყო პრობლემა უბრალოდ თავარი გადმონაცვლება ხდება ზუსტად აი ამ სასანური საფრთხის გაჩენით და ამავე დროს აღმოსავლეთი უფრო ანუ მეტ ყურადღებას მოითხოვს ალბათ იმპერატორის და ამ ელიტის რომ მედეგიც არის უფრო იმიტომ რომ ჯერ ერთი ურბანიზაცია, მოსახლეობის რაოდენობა, რესურსები, ვაჭრობა, ყველაფერი აღმოსავლეთი არის ძირითადი ნაწილი. ეგვიპტეს მათ შორის ხო აღმოსავლეთში მოქცეული, რომელიც 19 ზღვისპირეთს აჭმევს. შესაბამისად, ახლა სად აღმოსავლეთი, სად დასავლეთი სიმდიდრის თვალსაჩინო კი არა თავის დროზე მაგალითად, როდესაც პირველ საუკუნეში როდესაც მოხდა მეორე ტრიუმვირატის დროს გადანაწილება და ანტონიუსს შეხვდა აღმოსავლეთი ხო? აი თვითონ იქ ძალიან ის ჩანდა არასამართლიანი ეს, იმიტომ რომ ის იღებდა იმპერიის რესურსების უმრავლეს ნაწილს. უბრალოდ ის მე სხვა საკითხებმა დაღუპა ის ავგუსტუსთან მიმართებაში, მაგრამ რეალურად მან მაშინ ყველაზე კარგი წილი დაიცრია. მოკლედ ხო ის არის რომ აი აღმოსავლეთში მაგრამ მოდუნდა ეს კაცი და მიეცა რაღაცა იმიტომ რომ დიდარი სიმდიდრე იყო, ფუფუნება იყო, კარგი უფრო მაღალი ცივილიზაციაც იყო გარკვეულწილად, იმიტომ რომ ის იყო ელინისტური სივრცე, რომელიც ფაქტობრივად რომა იმისთან თქვით გახდა თვითონ ანტიკური სამყაროს რაღაც გამაერთიანებელი რეალურად ხო ცა ელინიზმი ჩაყრა. კი ნამდვილად ეგრეა და მით უმეტეს აი ურბანიზაციის მასშტაბიც ბევრად მაღალია აღმოსავლეთში ხო თავის ქალაქებით და მდიდარია და ასე შემდეგ. პოზიციაც ხა კონსტანტინოპოლზე სტრატეგიული ადგილი ფაქტობრივად არ არსებობდა. კონსტანტინოპოლს ეს პრობლემა აქვს სამი მხრიდან კი არის, მაგრამ ის მესამე მიწი ანუ სახმელეთო იქ არ გაქვს სერიოზული ბუნებრივი ბარიერი, მაგრამ სამაგერად ნუ კედლები ისეთი აშენდა რომ 1200 კედლები პრაქტიკულად ხო ფანტასტიკური მდებარეობაა კონსტანტინოპოლს, რაც ამავე დროს ძალიან ესე ვთქვათ ფოკუსირებას აკეთებს იმპერიის აი დედაქალაქი ანუ ხდება როგორ თქვა ხშირ შემთხვევაში ქალაქ სახელმწიფო იმპერიაში ani ხო თან წარმოვიდგინოთ რომ მაშინ ზოგადად ანტიკურ ხანაშიც საზღვაო ვაჭრობა იყო და გადაადგილება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო და სახმელეთო იმიტომ სახმელეთო დიდი დროს მოითხოვდა უფრო პრობლემური იყო ძირითადი რესურსების გადატანა სწრაფად ხდებოდა ხოლმე ზღვით და აი ეს ყველაფერი თავს იყრიდა მარმარილოს ხმელთაშუა ეგეოსის ზღვებისა და იქიდან შავი ზღვისა ერთ წერტილში რომელშიც ერთიანდებოდა ეს ყველაფერი კონსტანტინოპოლის ამ შემთხვევაში ამიტომ იყო რომ კონსტანტინოპოლის დაცვა იყო ბევრად მარტივი და მისი ბლოკირება კიდევ უფრო რთული. იმიტომ რომ საზღვაო ანუ გარშემორტყმული იყო სამი მხრიდან
ზღვით და ანუ რაც არ უნდა ხო ვიცით რომ წლების შეიძლება ყოფილიყო კონსტანტინოპოლის ბლოკადა და ქალაქში შედიოდა გამოდიოდა რამდენჯერ ყოფილა ალყაში და ნუ ერთხელ მაშინ ჯვაროსნებმა მოახერხეს აღება ისიც უკვე იქ იდგნენ ფაქტობრივად ისედაც და იმიტომ და იმპერია ძალა გამოცრილი იყო ბოლომდე და მეორედ უკვე მეტი ვარიანტი აღარ არსებობდა უკვე ალყაში იყო მოქცეული ყველა მხრიდან ყველა ტერიტორია დაკარგული ქონდა დახმარება ფაქტობრივად არ მოსდიოდა და შესაბამისად ნუ რამდენი წელი გაძლევდა ოსმალთა მუდმივ ბლოკადაში რომელთაც უკვე ფლოტის გააჩნდათ რომელთაც უკვე ხმელეთიდან ყველა მხრიდან ალყაში ქონდათ მოქცეული და პორტიც კი დაუბლოკეს მე დროთა განმავლობაში ასე რომ უკვე გადავალი იყო მაშინ ხო კონსტანტინოპოლი მართლა ძალიან თითქმის ძალიან რთული იყო ამ ქალაქის აღება მთელი ინფრასტრუქტურული აი პროექტების გამო და კარგად გამაგრებული იყო და ეს ოსმალებსაც ძალიან რამდენი ხანი მოუწიათ აი ამ უკთან მე ხაო მე-15 საუკუნის ოსმალ ტექნოლოგიები შემზე კარგად კი უკვე ქვემეხებს იყენებენ და ანგრევენ რამდენად წასულია წინ მაგრამ მაინც ძალიან რთული ხდება და ბოლოს იმპერია რჩება ისე რა საინტერესოა რომი დაიწყო ქალაქ სახელმწიფო და დაამთავრა ეხლა დააკვირდე მე-15 საუკუნის ან ბოლო 50 წელი პლუსით ეწოდებული ბიზანტია რომის იმპერია არის ქალაქ სახელმწიფო დარჩენილი კონსტანტინოპოლი და მის გარშემო თან რაღაცა პატარ-პატარა ნაგლეჯები ეგეოსის და მორეისა დესპოტო და რაღაცები არის ხო სახელმწიფო კავშირი ბოლოს აღარ არის ხო აღარ არის. ხო, საერთოდ აი ჩვენ უკვე ვახსენეთ რომის მემკვიდრეობა, მაგრამ ბიზანტიისთვის თავარი აი რითაც ის განასხვავდება ხოლმე ანტიკური რომისგან არის, რომ ის არის ქრისტიანული რომი ამ შემთხვევაში, ხო? აი რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ამის გააზრება ბიზანტიის ისტორიაზე თუცა საუბრობთ, რომ აი რა ადგილი უჭირავს აქ ქრისტიანობას მონოთეისტურ რელიგიას, რომელიც ბიზანტიის მთელი ის ეყრდნობა, ხო? ამ შემთხვევაში ძალაუფლების ფოკუსი როგორც არის მოქცეული იქ და როგორ მოხდა ამ შუა საუკუნეების რეალიების შერწყმა აი ანტიკურ რომაულთან. იმიტომ რომ ის რომი აბსოლუტურად სხვა ფენომენი იყო და შემდგომში აქ მოხდა ერთი მონოთეისტური რელიგიის გაბატონება, რომელმაც ახალი იერარქიზებული ფორმა მოიტანა, იმიტომ რომ ეს ყო აღმოსავლეთიდან შემოსული რელიგია, აღმოსავლური ფენომენით. ხო, ანუ ეხლა არ უნდა წარმოვიდგინეთ, რომ ქრისტიანობის ასე ვთქვათ კონსტანტინეს დროს უცბად ერთ დღეში რაღაცა ანუ ტრანსფორმაცია ის რა ქვია რომის იმპერიის მე-4 საუკუნიდან, ხო, აი რეალურად აი ქრისტიანული სახი, იმიტომაც არის ხოლმე, რომ უყვართ ვთქვათ ბიზანტიის დაწყება ჰერაკლიოსის პერიოდიდან ან მე-7 საუკუნის დასაწყისში იწყებენ ბიზანტიის ქრონოლოგიაზე რომ ლაპარაკობდით, ხო, მე მაგალითად მაინც მირჩევნე რომ დავიწყოთ კონსტანტინედან, მაგრამ აი რეალურად აი ძალიან ჩამოყალიბებულად ქრისტიანული სახე იმპერია მაინც მე-7 საუკუნეში ღებულობს. ხო, მანამდე კი არის ქრისტიანობა, მაგრამ ეს ქრისტიანობა ესეთ ევოლუციას განიცდის იმ ხრივ, რომ მაინც აი ეს არა ქრისტიანული ელემენტი ძალიან დიდი და კლასიკური და ანტიკურობისთვის დამახასიათებელი ეს რაღაცა როგორ თქვა, არა ქრისტიანული ელემენტები მაინც ძალიან მძლავრობს. ხო, ამიტომ კი ქრისტიანობა მე განსაზღვრა თქვა, ხო, ამიტომ ვეძახით ჩვენ მას არა მარტო აღმოსავლეთ რომის, არამედ ქრისტიანულ რომის იმპერიასაც. იმიტომ რომ რელიგია განსაზღვრავს და იდენტობის ძალიან დიდი ქვაკუთხედია. თუმცა არის რა ლაპარაკი იმაზე, რომ აი ხა კალდელისი, რომელიც ცოტა კონტროვერსიული მკვლევარია, რომელიც ამბობს, რომ ბიზანტიაში მაინც გადამწყვეტი მაინც რომაული იდენტობა არის და არა ქრისტიანული და თუ თქვა ჩვენ გონია რომ ქრისტიანობა განსაზღვრავს. იმიტომ რომ რეალურად რომ დაუკვირდეთ, თქვა ბიზანტიელები ქრისტიანებს ყველას თქვა აი ქალკედონიური მწამსის ქრისტიანებს არ აღიქვამენ. ანუ ქრისტიანობა ავტომატურად რომაელობას არ ნიშნავს. ბულგარელები არიან მაგალითად ქრისტიანები ქალკედონიური მწამსის, მაგრამ ისინი არ არიან რომაელები. იგივე შეიძლება ითქვას თქვა ქართველებზე, რომლებიც ვარ თქვა ვაღიარებთ ქალკედონიურ მწამს და არ ვართ რომაელები და ის ძალიან ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ ისევ ჩვენი პრობლემა შუა საუკუნეების ტექსტების არის რომ გვაქვს ელიტური ანუ ჩვენ არ ვიცით რას ფიქრობს თქვათ პროვინციული შუა აზიაში და მცირე აზიაში მცხოვრები ანატოლიელი ვიღაც კლები. ვიცით ამავე დროს ბიზანტიას სხვა შუა საუკუნეების სხვა პოლიტიკური ერთეულებისგან იმით განსხვავდებოდა რომ მას ყავდა პროფესიონალი ბიუროკრატები, ხო, საჯარო მოხელეები, რომლებიც ამავე დროს რომის მემკვიდრეობაა გარკვეულწილად. ხო და ისინიც განსაზღვრავდნენ რომ ანუ ამის თქვა მინდა რომ მარტო ქრისტიანობა არ არის იქ იდენტობის მარკერი, ამავე დროს არის ეს რომაელობა რა, რომელიც და ამავე დროს მაღალი ბერძნული აი პაიდეია კულტურა, განათლება, ეს ინტელექტუალური ეს heritage ქართულად როგორ არის მემკვიდრეობის სისხლხორცება რა. იმიტომ რომ ხშირი არის მაგალითად აი ერთ-ერთი ათონელი ჩვენ არა ექვთიმეს არა გიორგი მთაწმინდელი ცხოვრებაში ძალიან კარგად არის იქ რაღაცა პასაჟი არის პოლემიკა გიორგის და იმპერატორის შორის და იმპერატორი რო ამბობს რომ ისაო
გიორგიო მართალიაო არ არისო ქართველი მოკლედ აუსვავს რო ეთნიკურად ხარი მაგრამ მაინც ჩვენიანია იმიტომ რომ მისი უსვავს მის პაიდეას ბერძნულ განათლებას და არა ქრისტიანულ ელემენტს ხო მის თქვა მინდა რომ ქრისტიანობა მნიშვნელოვანია თუმცა ეს მეორე მუდმივად გაზდებს ეს რაღაც ანტიკური მემკვიდრეობა ბერძნული პაიდეა ბერძნული ლიტერატურას და ამაში იგულისხმება ყველაფერი ფილოსოფია ყველაფრიანა და ამავე დროს რომაული პოლიტიკური კულტურა ხო სამი ასპექტია მაინც ალბათ ამ რომაული ბიზანტიური იდენტობის გამსაზღვრელი ქრისტიანობა და ეს ბერძნულ რომაული ელემენტი აი როგორ არის ბიზანტიაში ერთმანეთისაგან გამიჯნული საეკლესიო და საერო ხელისუფლება იმიტომ რომ აი ამის მაგალითად ხშირად მოყავთ ხოლმე ცნობილი ამბავი ამბროსი მედიოლანელისა და იმპერატორი თეოდოსიუსისა ხო როდესაც მან არ შეუშვა ის მედიოლანუმის საკათედრო ტაძარში ამბროსიმ და წინ გადაუდგა და აუხსნა იქ რომ აი საერო და ეს ეკლესია სხვადასხვა რაღაცა არის ამ შემთხვევაში აი რას გულისხმობდა ის ამაში და რამდენად ჩანს მე ბიზანტიის ისტორიაში რომ აი საერო და სასულიერო ამდენად გამიჯნული ერთმანეთსაგან ვის რა ადგილი უჭირავს ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიაში ხო ესეც პრობლემატურია იმიტომ რომ ისევ რაღაცა მივდივართ აი ევროცენტრისტულ კოლონიალურ აღმოსავლურ ორიენტულ დატვირთვაზე რომ აი ბიზანტიაში მაგალითად კი იყო ნამდვილად სხვა მოდელი მაგრამ ამის იმიდან დაკნინება ხდება რომ ცეზარო პაპიზმი და რაღაცეები რომ დასავლეთში სხვა მოდელი აღმოსავლეთში სხვა მოდელი რეალურად განსხვავება რა თქმა უნდა არის და ეს განსხვავება არა იმიტომ არის რომ თქვა რაც ორიენტალური ელემენტები არსებობს რომის იმპერია ან ბიზანტიაში უბრალოდ იმიტომ რომ გეოგრაფიული მოცემულობა გაქვს ესეთი ჯერ ეს ერთიც ის რომ დასავლეთში მიმართულება სხვანაირად მიდის თელი რიგი მიზეზების გამო გეოპოლიტიკური მოცემულობა არის სხვანაირი იქ რომის იმპერია აღარ არსებობს ხო იმპერატორი აღარ ზე დასავლეთში შესაბამისად იქ ეკლესიის თავი ხდება რომის პაპი რომელსაც არ ყავს რეალურად დამაბალანსებელი საერო პირი სანამ რაღაცა ფრანკები მე არ გადმოვლენ ალპების იქით და ამიტომ იქ ცოტა სხვანაირად მაგრამ სანამ არსებობს სიტყვაზე ძლიერი მონარქიული ინსტიტუტი თვითონ ქალაქ რომში პაპები ხო არ არიან ძლიერი მოთამაშეები პაპობა ანუ როგორც ეს თქვა პოლიტიკური მოთამაშე ძალას იკრებს როცა იქ ხდება დეზინტეგრაცია და ახალი პოლიტიკური ასევე ეს დოკუმენტი გამოჩნდება ხო კონსტანტინეს აჩქარი ხო აღმოსავლეთში მოცემულობა გაქვს როგორი რომის იმპერატორი არ გამქრალა არსად ხო როგორც იჯდა ის კონსტანტინე პირველი იმის მემკვიდრეების ხედან ისევ კონსტანტინოპოლში ანუ ისინი თვლიან თავს რომის იმპერატორებად სამართლიანად ამიტომაც მათი დამოკიდებულება არის იდეაში არსებობს ეგრეთ წოდებული სიმფონია ხო დაბალანსება რაღაცა კეისრის და ღმერთის ღმერთს მაგრამ კი კონტროლი საერო ეკლესიაზე არის ბევრად უფრო დიდი რომის ბიზანტიის იმპერიაში მთელი ანუ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე რა და არსებობს ეგრეთ წოდებული რომელიც მე ხშირ შემთხვევაში დამახინჯდა და გაჯდა ყოველდღიურობაში რომ აი ეს რაღაცა ბიზანტიური მოდელი რომელიც ნიშნავს რომ რაღაცა ეს რაღაცა სტალინური მეთოდით მართავს იმპერატორი და ურტყავს მაგიდაზე ხელს და არა და იყო მართლა რაღაც ბალანსი კი ხშირად იყო რომ იმპერატორი ახერხებდა საკუთარი პოზიციის თქვა და თავს მოხვას პატრიარქისთვის მაგრამ რაღაც ტიპის აი სიმფონია არსებობდა რა ყოველთვის არ ნარჩუნდებოდა რა მაგრამ მოდელი მაინც სხვა იყო აღმოსავლეთში იმიტომ რომ აი ძლიერი რომაული მონარქიული სისტემა აღმოსავლეთში ანუ რახან რომის იმპერატორი არის რომის იმპერატორი და არ გამქრალა არსად ის თulis რომ არის კონსტანტინეს შთამომავალი კონსტანტინეს დროს როგორის ფორმულაც ჩამოყალიბდა იმპერიის და ეკლესიის ურთიერთობის მეტნაკლებად აი ეს მემკვიდრეობა ანუ ეს თქვა ტრადიცია არ იცვლება ბიზანტიაში ხო რა თქმა უნდა ამავე დროს იცი რა არის აი მაგალითად რომის პაპი როგორც ფიგურაც გახდა მაგალითად შემდგომ პერიოდში როცა დეზინტეგრაცია ხდება დასავლურ და აღმოსავლურ სივრცეებისა აი კონსტანტინეს ნაბოძვრის დონაციო კონსტანტინის შემდეგ განსაკუთრებით მაგ ძალაუფლების მასშტაბებისთვის პატრიარქი ვერ მიაღწევდა ხო იმიტომ რომ იქ იყო რომის იმპერატორი იჯდა ამ შემთხვევაში რომელიც იყო მთავარი ფიგურა მე მაგალითად ამას ერთ-ერთ მიზეზად ვთვლი რატომაც ბიზანტიაში საღვთო ომი არ არსებობდა იმიტომ რომ იმის გამოცხადებისთვის საჭირო იყო უმაღლესი სასულიერო ავტორიტეტი, რომელსაც ექნებოდა პოლიტიკური ზეგავლენაც აი ამ სივრცეზე, საიდანაც მოუწოდებდა ეს ამათ, მაგრამ ბიზანტიის იმპერიაში პატრიარქი არ იყო ასეთი ფიგურა. იქ იყო რომის იმპერატორი, ასეთი ფიგურა, რომელიც თავის მხრივ საერო ფიგურა არის, ხო? შესაბამისად ის საღვთო ომს არ აცხადებს და ვერც გამოაცხადებს. ხოლო რომის პაპს აქვს ამის შესაძლებლობა, რომ ეს გააკეთოს დასავლეთში, იმიტომ რომ ის არის ფაქტობრივად კონსტანტინესგან დადგენილი დასავლეთის ხელმძღვანელი თუ იმ გაყალბებულ დოკუმენტით იმჟელებთ. ხო, აი ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ აი არ არსებობა ძლიერი პოლიტიკური ხელისუფალის არ არსებობა დასავლეთში აძლევს რომის იმპერიას, რომის გადავეკიდამ რომის იმპერატორს, რომის პაპს, აი ამ რაღაცა ძალიან ანუ
რეალურად შუა საუკუნეებში თეოკრატია როსო დაუკვირდე, რომის პაპი არის რაღაცა თეოკრატიული მონარქიაა, ხო? ხო, რა თქმა უნდა. პაპის მონარქიულობაზეა ლაპარაკი, რომელსაც ის იმაზე კი არ აქვს მარტო პრეტენზია, რომ მასასული ის ამბობს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ჩემ ხელშია და მე როგორც მინდა ისე გამკარგავ. მე უბრალოდ ვთვლი, რომ მაინც პოლიტიკური ასპექტი ცოტა ესე ვთქვათ ხელს მისვრის და მე შენ გაძლევ აი ამ რაღაცა ხმალს ხელში და როცა საჭირო ამას უკან წავიღებ. ანუ მე როცა მინდა, ანუ შენთვის ნაბოძვარი არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალაუფლება. ჩემგან მოდის. ის კი არა რომ აი ხო რაღაცა ყველა მონარქია ამბობს რომ ის ღვთისკურთხეულია და ღვთისკურთხეულია და მისი ძალაუფლება ღმერთისგანო არის მონიჭებული, მაგრამ რომის პაპი ამბობს რომ ეგ არ არის. ძალაუფლება მოდის ჩემგან, მე ვარ შუამავალი და მე ამ ძალაუფლებას გაძლევ, მაგრამ შენ თუ არ გააკეთე ისე როგორც საჭირო, მე ამ ძალაუფლებას ნებისმიერ დროს წავიღებ. ეხლა ეგეთი რაღაცა მაშინ კონსტანტინოპოლში არ გამოვა, იმიტომ რომ იმპერატორი ზის იქ და მთელი აი ამ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მოცემულობის გამო ეს მოდელი არ ვითარდება. ეხლა შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რომ აღმოსავლური მოდელი შეიძლება არ იყო კარგი და თქვა დასავლეთში აი ამ რაღაცა ძალაუფლების დანაწილებამ სიტყვაზე რო წარმოვიდგინოთ, რომ პაპობა დარჩენილი იყო ისეთი ძლიერი და თეოკრატიული, როგორც იყო თქვა მე-11-12 საუკუნეში და მე არ მომხდარიყო აი თქვა ისევ რევიზია სამეფო ხელისუფლების და მეფეების და მონარქების დასავლეთში, ხო, დასავლეთს ექნებოდა კიდევ, ანუ ერთი გვექნებოდა თქვა აი ეს კონსტანტინოპოლური მოდელი, სადაც მონარქი თქვა მონარქს აქვს უფლება და ძალაუფლება რო თქვა აკონტროლოს პატრიარქი და დასავლეთში გექნებოდა პაპის ესე ვთქვათ თეოკრატიული დიქტატი. უბრალოდ იქ მერე შეიცვალა სიტუაცია. ხო, რა თქმა უნდა. ბიზანტიის გავლენის სივრცესა და მასშტაბებზეც რომ ვისაუბროთ, აი ბიზანტიური თანამეგობრობა გამოიყენებოდა ხოლმე ასეთი ტერმინი ბიზანტიan commonwealth, ხო? რომელიც მე მახსოვს ეგ კი არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანსაც კი ასე ერქვა ხოლმე ბიზანტიური თანამეგობრობის ისტორია. აი დღეს რამდენად მიღებული ტერმინია ბიზანტიური თანამეგობრობა და რას გულისხმობს თავის შინაარსით, რა მასშტაბებში არსებობდა ეს? ხო, ტერმინი უფრო მე როგორც მახსოვს, უფრო ობოლენსკის მონუმენტური რომ commonwealth არის რაღაცა, ხო, მან რაღაცა აიღო ბრიტანეთი, იმიტომ რომ ის იყო ბრიტანეთში მოკლედ წარმოშობით რუსი იყო, რევოლუციის დროს გადაასახლდნენ მისი წინაპრები. იმპერიის ხო, ელიტა იყო და შესაბამისად ძალიან აიღო ეს ბიზანტიის არა ქვია ბრიტანული მოდელი, იმიტომ რომ და ეხლა თანამედროვე მეცნიერები ამაზე დაობენ, რომ ეს commonwealth ძალიან სხვანაირი დატვირთვა აქვს. რაღაც ტიპის სივრცე იყო ნამდვილად. ან ხან რომის იმპერია არის დომინირებს ეხლა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ბიზანტიის იმპერია იყო მე-13 საუკუნემდე ერთ-ერთი წამყვანი შესაბამისად მას ქონა რაღაც მისი გავლენის სფეროები. ანუ ბიზანტიურ ტერმინოლოგიაში რაღაცა commonwealth, ანუ თანამეგობრობის რაიმე ბერძნული ტერმინი პრაქტიკულად არ გვაქვს. მე როგორც ვიცი. ხო. შესაბამისად ეს უფრო არის თუმცა აი სფერო, გავლენის სფეროები, ხო? ოიკუმენესაც ეძახიან. აი ოიკუმენე, უფრო ალბათ, მაგრამ ოიკუმენეც ხო, გავლენის სფეროები არსებობდა. ან კიდევ სივრცე, სადაც რაღაც მხრივ იმპერიის გავლენის სფერო იყო სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი, ხო? უბრალოდ ჩვენ თანამედროვე ტერმინი შემოვიტანა ობოლენსკიმ და დაარქვა აი ამ რაღაცა სივრცეს commonwealth, ან თანამეგობრობა. ხო, უნივერსიტეტში ისწავლებოდა ეს საგანი, უბრალოდ საინტერესო ის იყო, რომ ბიზანტიის იმპერიის ისტორია ისწავლებოდა, უბრალოდ ერქვა ბიზანტიის თანამეგობრობის ისტორიის, არა და მაინც ბიზანტიაზე იყო ფოკუსირებული და მე იქ არ მახსოვს რაიმე თანამეგობრობაზე, ანუ აი იმპერიის გარშემო არსებული პოლიტიკური და კულტურული ერთეული, ხო და ობოლენსკიმ თვითონ შეიმუშავა რაღაცა ფორმულა, რომელთაც განსაზღვრა, თქვა რომ მაგალითად აი ის მაგალითად პოლიტიკური ერთეულები და კულტურული და ლინგვისტური სივრცეები, რომლებიც აღიარებენ კონსტანტინოპოლის, თქვა ცენტრალურობას, პოლიტიკურს და სასულიეროს, აი აღიარებენ თქვა იმპერატორის უზენაესობას, რაც ხო იმპერატორს როგორც ვთქვათ უზენაეს ხელისუფალს და ამ იმპერატორს როგორც რაღაცა დიდი სუპერ სახელმწიფო, რაღაცა სახელმწიფო. ხო, მართლაც, იმიტომ რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობით იმპერატორს რაღაცა განსაკუთრებული მესიანისტური ხო ისა აქვს, რა ვქო, ფუნქცია აქვს. ის ერთეულები, რომლებსაც მაგალითად ქრისტიანობა აქვს მიღებული კონსტანტინოპოლიდან. ეს უფრო ეხება ბალკანეთს და ბულგარეთს, მოგვიანებით სერბეთს, ხორვატიას. ჩვენ არა მაგალითად. ხო, იმიტომ ჩვენ ქრისტიანობა ნამდვილად ხა კონსტანტინოპოლიდან, მე შეიძლება კონსტანტინეს, ნუ თუ ქართულ ტექსტებს დავესესხებით და დაუჯერებთ, კონსტანტინე უბრალოდ მოცემულობა გამოიყენა სათავისოდ და მე თქვა გამოაგზავნა სასულიერო პირები, მაგრამ ჩვენთან კონსტანტინოპოლის ანუ კონსტანტინოპოლის პოლიტიკური ჩარევა არ იყო, მოკლედ მირიანმა კონსტანტინესგან დამოუკიდებლად მიიღო ქრისტიანობა. ხო, აი, ესე იგი, თქვით პოლიტიკური პრიმატი იმპერატორის რაღაც დონის დოზით აღიარება, რომელიც სხვადასხვა ქართულ ტექსტებში გვხვდება, რომ რაღაც დონეზე
ხდება იმპერატორის რაღაცა მაღალი სტატუსის აღიარება, პატრიარქის კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრიმატის აღიარება და აი ბიზანტიისგან მიღება თქვათ ლიტურგიის, საეკლესიო კალენდრის, არქიტექტურული ფორმების, მოზაიკის, მხატვრული ხელოვნების, აი ფერწერა და ფრესკები, აი ეს ბიზანტიური კულტურული ელემენტები, რომლებიც ეს თქვათ შეგიძლია თქვათ აი ამ სივრცეში, ანუ მართლმადიდებლური წამსი, სადაც არის და ის ნაწილი ის ითვლება, რომ არის ბიზანტიური ეგრეთ წოდებული თანამეგობრობის, თუმცა ეხლა არის ლაპარაკი, რომ აი კიევის რუსეთი ადრე თუ ითვლებოდა, რომ ძალიან დიდი მემკვიდრეობა ერგო კიევის რუსეთს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური იყო და მე-20 საუკუნეში მოსკოვს უნდოდა, რომ ეთქვა, რომ ჩვენ ვართ რეალური ბიზანტიის მემკვიდრე, ეხლა თქვათ პირიქით რევიზიონისტული ის არსებობს scholarship კვლევარების ნაწილი არსებობს კრისტიან რაფარსპენგერი ამერიკელი კიევის რუსეთის სპეციალისტი ამბობს რომ რეალურად ძალიან ზედაპირული მსჯელობის შედეგია მის თქმა რომ კიევის რუსეთი რეალურად იყო მემკვიდრე პირიქით დასავლური გავლენა არანაკლებ დიდი იყო ამიტომ თქვა კიევის რუსეთს უფრო გამოვრიცხავთ მაგრამ აი ბალკანეთი და კავკასია რაღაც მხრივ აი ამ ბიზანტიური თანამეგობრობის რაღაცა ნაწილი არის აი ტიტულატურაც მაგალითად ერთ-ერთი ძალიან კარგი მარკერია იმისა რომ ხა ეს ტიტულატურას ალბათ მე გავშვით მაგრამ ესეც განსაზღვრავს რომ აი აქ არის ბიზანტიური მონეტები სადაც შედის დასავლეთში შედის ეხლა და თქვა სკანდინავიაშიც არის ნაპოვნი მაგრამ სადაც მაგალითად აი მიმოქცევაშია ბიზანტიური ფული ალბათ ეს არის ერთ-ერთი განსაზღვრელი ხო ის ხო იცი რა არის ხოლმე ხშირად ესეთი შეკითხვა როგორ გაძლო იმპერიამ ამდენი საუკუნის მანძილზე. ანუ მისი დასაყრდენი და ძლიერება რა იყო, რამაც შეაძლებინა რომ წარმოვიდგინოთ ეს იმპერია კონსტანტინეს დროიდან თუ ავითვლით ამას, ხო? რამდენი საუკუნე არსებობს მე-15 საუკუნემდე არსებობს, როდესაც თითქოს ახალი რეალობა დგას აბსოლუტურად სამყაროში, ხო? მაგრამ ეს სახელმწიფო რომელიც რაღაცა ფორმით თითქოს ანაქრონისტულიც არის, მაინც ინარჩუნებს თავის პოზიციას აი აქ. აი რა იყო ძირითადი მიზეზი, როგორ წარმოგიდგენია, რამ გამოიწვია რომ ბიზანტიამ ამდენი საუკუნე გაძლო, აი ასეთ ვითარებაში, როდესაც დასავლეთ იმპერია დაეცა ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში. ხო, ალბათ როავი დავიწყოთ იმპერიის ათვლა კონსტანტინედან, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იმპერიად გამოდის. იმიტომ რომ კონსტანტინოპოლი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 70 წელი ლაპარაკი არის მარტო კონსტანტინოპოლის დარჩა ხო რეალურად და მორიაში და რაღაცა პადნაკ, მაგრამ კონსტანტინოპოლი არის ქალაქ სახელმწიფო სრული ამ სხვის მნიშვნელობით მე-15 საუკუნეშიც, ხო და ეს იმპერიულობა, ანუ მაინც თვლით რომ რაღაცა იმპერია კი არის დაპატარავებული და ქალაქ სახელმწიფო დარჩენი, მაგრამ მაინც სანამ არ დაეცემა, მაინც ბევრი რამე განაპირობებს, ალბათ თან არ დაგვავიწყდეს ჩვენ რომ ხა ის სადაც იმპერია მდებარეობდა გეოგრაფიულად ყველაზე დინამიური და პრობლემატური გეოპოლიტიკურად ძალიან ესე ვთქვათ რთული რეგიონია. კი, მაგიტომ სადაც ყოველთვის ყავს ერთი იმპერია, რომელიც მეტნაკლებად შენი თანაბარია პოლიტიკურ კი, აღმოსავლეთში არსებობს მინიმუმ ხო. და ისლამის მოსვლასთან ერთად ძალთა თანაბარდობა ისლამის და არაბული სახალიფოსკენ მიდის და იმპერია პრაქტიკულად აი სასწაი ხო Empire That Wouldn't Die ჯონ ჰალდონის მონუმენტური ნაშრომი ძალიან კარგად ხსნის როგორ მოახერხა არაბების და ისლამის მოსვლასთან ერთად იმპერიამ რეალურად არ უნდა გაეძლო წესდარიგით რა უნდა ჩამოშლილიყო უბრალოდ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა პირველი ალბათ ის რომ ეს იყო ინსტიტუტებზე დაფუძნებული იმპერია ანუ ეს არ იყო ეგრეთ წოდებული ანუ ანტიკურობისთვის დამახასიათებელი კომპლექსური ეკონომიკა დარჩა რომ ბიზანტიაში მონეტიზირებული ეკონომიკა, საგადასახადო სისტემა მუშაობს და კრებს არა ვიღაცა ფეოდალი თავის სამამულოში, არამედ სახელმწიფოს აკონტროლებს. კი, იქ არის კორუფცია და თავის არიდებას, მაგრამ ბიუჯეტის აკრეფა ყოველ წელს ხდება და მიდის კონსტანტინოპოლში და მე კონსტანტინოპოლი უკან აბრუნებს. ინსტიტუტები, როგორც ვთქვით, ბიუროკრატია და რასთავარე საჯარო მოხელეების, აი ეს რაღაცა პროფესიონალების აი საჯარო მოხელეების და პროფესიონალი საჯარო მოხელეების არსებობა. ამავე დროს ისევე არმია, რომელიც არ არის ფეოდალური, შენც იცი, ჩემზე კარგად ეხლა სამხედრო ისტორიკოსი ხარ და ხო, ანუ არმიის შენარჩუნება რაღაცა ფორმით, ანუ მუდმივი არმია კი, რომის მემკვიდრეობა აღარ გქონდეს. ფეოდალურ არ მიყვარს ეს ფეოდალურს გამოყენება, მაგრამ მაინც ვიყენებთ დასავლეთთან მიმართებაში, სადაც არ არსებობს ხო რაღაცა ეს მუდმივი ჯარის და ანუ მუდმივი ჯარი ხო სწორი ტერმინია, ხო მუდმივი ჯარის, ანუ იმპერიას მაინც კი რო უჭირს ძალიან შეზღუდულია, მაგრამ
აი ეს არმიის შენარჩუნება განაპირობებს და ამავე დროს ძალიან ადაპტირდება აი ეს რაღაც ადაპტაციის განსაკუთრებულად კარგი უნარი, რომელიც რა თქმა უნდა ისევ ელიტის და საიმპერატორო კარის დამსახურებაა რა. ანუ თქვათ მე 7 საუკუნეში ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ჰქონდა იმპერიას, როდესაც მისი ჯერ იყო თქვათ სასანაებთან დაპირისპირება, რომელმაც ანტიკურობის უკანასკნელი ომი. ისე წავიდა სიტუაცია, რომ არ უნდა წასულიყო ხოსრო მეორემ საერთოდ რა გააკეთა თავის სპარსეთის დაღუპვა და რომის იმპერიას ლამის კატასტროფამდე მიიყვანა და ისლამთან დაპირისპირებაში აი პერმანენტული რეფორმები, რომლებიც რაღაცა მიუხედავად ამ გრანდიოზული რიტორიკისა, რომ იკუმენე და ჩვენ ვართ დიდი ქრისტიანული ქვეყანა, ძალიან რეალ პოლიტიკას ხედავ ყოველ ასე ვთქვათ ნაბიჯზე ადაპტაცია, რაღაცა თავდაცვის, ანუ გადაწყობა მთელი ამ სტრატეგიის ოფენსივ, ანუ შეტევითი თავდაცვითი, იმაზე, ანუ ადმინისტრაციული რეფორმა, ანუ რაღაცა თემების სისტემა რო შექმნეს. ხო, აი რაღაცა ადაპტირების ძალიან კარგი საშუალება, ანუ ადაპტაციას ახდენს და მედეგობა აქვს იმპერიას აი ამ ინსტიტუტებიდან გამომდინარე. ახლა რთული ახსახსნელია, ხო, აი ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც განაპირობებს, მაგრამ რომისგან, ანუ ის რომ აი რომისგან მან მიიღო თუ ის იყო რომის იმპერია, რომელიცგან მიიღო ინსტიტუტები და აი ეს რაღაცა ელასტიურობა თუ პლასტელინელობა თუ როგორც არის, აი ეს რაღაცა მორგება აი ამ კრიზისისთვის, კრიზის მენეჯმენტობის ძალიან კარგი დონის ჩვენება მე-7 საუკუნეში და მე-11 საუკუნეშიც რა. კი, თან გავითვალისწინოთ, რომ ბიზანტია ახერხებდა ხოლმე, რომ აი ეს დიდი სტრატეგია, რასაც ეწოდება grand strategy, ხო? რამდენჯერმე შეეძლო გადაეწყო ეს სტრატეგია, მაგალითად, ეხლა თავდაცვითი სისტემები, რომელიც მას ჰქონდა, ფაქტორად აღმოსავლეთიდან უზრუნველყოფდა ხოლმე, რომ ის მისი ძირითადი ბირთვი, რაც იყო იმპერიისა, შეენარჩუნებინა და დაეცვა. ან დაკარგვის შემთხვევაში მალევე დაებრუნებინა, აღედგინა უკან. მაგალითად, აი არაბების, მაგრამ ჯერ ხოსრო ფარვიზის დროს, როდესაც სპარსელებმა ფაქტორად კონსტანტინოპოლამდე მიაღწიეს, ხო? მაგრამ მერე უკან დაებრუნა ჰერაკლემის ტერიტორია, არაბებმა, რომელთაც თავის დროზე თითქმის კონსტანტინოპოლი აიღეს და უკან დაებრუნეს ბიზანტიელებმა, ანუ კონშეტევის უნარი ჰქონდათ ამ შემთხვევაში აქაც და შემდგომაც კომნენოსების რენესანსის დროს მე-12 საუკუნეში, როდესაც ალექსი კომნენოსმა და მისმა მემკვიდრეებმა ჯვაროსნულ ლაშქრობების შემდეგ მოახერხეს მცირე აზიის ისევ რაღაცა დროით უკან გამოტაცება მათთვის, იმიტომ რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაინც ბიზანტია, რაც გამოიწვია მე შემდგომში მისი დაცემა, იყო მცირე აზიის დაკარგვა. იმიტომ რომ ბიზანტია ხო თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან დაკარგა სირია, ეგვიპტე და აი ეს ლევანტიასაც უწოდებთ, ხო, ახლო აღმოსავლეთი, დამოკიდებული იყო მცირე აზიაზე, ანატოლიაზე, იმიტომ რომ იქ იყო ადამიანური რესურსიც, იქ იყო ეკონომიკური რესურსიც, აგრარული რესურსიც და ასე შემდეგ და სავაჭრო გზებიც და შესაბამისად და როგორც კი აი ეს მანასკერტის ბრძოლის მერე ნენელა დაიწყო შესუსტება და იქ თურქების დასახლება, აი მერე შეუდგა ფაქტობრივად წყალი იმპერიას, რამაც მერე მიიყვანა საბოლოო დაქცევამდე. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც ჩემი აზრით ბიზანტიის გაძლება გამოიწვია, არის ავტორიტეტიც ალბათ ამ იმპერიისა, ხო? ანუ მათ ჰქონდათ მაინც რომის იმპერიის ავტორიტეტი, რომისინი იყვნენ რომის იმპერატორები, გავლენა, რომელიც გარკვეულწილად ყველა სხვას მაინც მათზე დაბლა აყენებდა ამ თვალსაზრისით. ანუ ის მაინც აღმატებული ჩანდა მათთან შედარებით და ამას გარკვეულწილად მაინც აღიარებდნენ ისინი, უნდა თუ არ უნდათ, იმიტომ რომ ეს არის რომი, ხო? ამ შემთხვევაში კონსტანტინოპოლში ის იმპერატორი, ხოლო კონსტანტინოპოლი არის იმ დროის ყველაზე წარჩინებული, ყველაზე დიდებული ქალაქი და მთელი მასში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ამიტომაც ძალაუნებურად მაინც ეს ავტორიტეტიც რაღაც დონეზე მუშაობდა. ხოლო აი თავიდან რო ვახსენეთ, რომ ბიზანტიური დიპლომატია რაღაცას გულისხმობდა ცბიერი, რაღაცა ეშმაკური, ფლიდი და ასე შემდეგ მიდგომას, ხო, დიპლომატიისადმი, რომ აი ბიზანტიელები თითქოს ისე იქცეოდნენ, ყოც ატყუებდნენ მოძღაცას, რაღაცა მაგალითად ნაპოლეონი ალექსანდრეს რუსეთის მეფეს უწოდებდა ბიზანტიელს, იმიტომ რომ ის ძალიან ეშმაკი დიპლომატი იყო ნაპოლეონის გადმოსახედიდან რა და აი ბიზანტიელიაო ესე ეძახდა ხოლმე, ხო? მაგრამ გარკვეულწილად ბიზანტიური დიპლომატია მართლა იყო ძალიან მოხერხებული, მოქნილი ამ კუთხით, ხო? ჯერ კიდევ გვიან იმპერიაში ჩვენ გახსენდება ის დაყავი და იბატონეს პრინციპს საკარგად იყენებენ ისინი და აპირისპირებენ ერთმანეთთან თავიანთ მოწინააღმდეგეებს. რაც შემდგომში ხა აშკარად ჩანს, რომ ბიზანტიელებს აქვთ საკმაოდ კარგი განათლება, ცოდნა და აღქმა იმ სივრცეზე, სადაც არიან, ამაზე მეტყოლებს ტრაქტატების კულტურაც, ხო? ანუ სახელმძღვანელოებისა, რომელიც მათ აქვთ. ხო, დაგვავიწყდა მის თქმა, რომ კონსტანტინოპოლის რომელზეც მანამდე ვილაპარაკეთ, რომ ქალაქი არის თითქმის რთულად ასაღები, ეს განაპირობებს იმპერიის გადარჩენასაც, იმიტომ რომ თუ არ ეცემა კონსტანტინოპოლი, იმიტომ რომ რახან ქალაქ სახელმწიფო არის თვითონ კონსტანტინოპოლი, მისი არსებობის შენარჩუნება ნიშნავს იმპერიის, ანუ ყოველთვის შეუძლია მერე კონტრიერიშ, ანუ კონტროფენსი ქართულად, კონტრიერიშზე გადასვლა და ეს ერთი. მეორე ის, რომ ორ
კონტინენტზეა გადანაწილებული. თქვა მცირე აზია თუ დაიკარგა, თქვა თუ ბალკანეთიდან შეუძლია რესურსების იქით გადაკაჩვა ან პირიქით, ხო? აი ამ რაღაც ორ კონტინენტზე, იმიტომ რომ მცირე აზიიდან თქვა ევროპულ ნაწილზე გადასვლა ესეთი მარტივი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობა არის, ხო? თქვა მცირე აზიის რაღაც ნაწილი თუ დაიკარგა, კი, მცირე აზიას უფრო დიდი რესურსები აქვს, მაგრამ აი ბალკანეთიდან ყოველთვის შესაძლებელია ამ რესურსების აი ესე თქვა ერთიდან მეორედ გადაკაჩვა. ბიზანტიური ოქრო, ხო, ანუ აი როცა ვთქვით, რომ გადასახადების აკრეფის აი სისტემა, რომელმაც კი შეიძლება იდეალური არ იყო, მაგრამ ბოლომდე კარგად იმუშავა და ბიზანტიური ოქრო, ბიზანტიური ნომიზმა, რომელსაც შუა საუკუნეების დოლარს ეძახიან, რომელსაც ძალიან დიდი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა. ამიტომ ბიზანტიას ყოველთვის ჰქონდა ძალიან დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდა სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან შედარებით, რომელსაც კარგად იყენებდა რა. აი ისა რა ქვია, მიხეილ ფსელოსი, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საინტერესო ბიზანტიელი ინტელექტუალი, რომელიც ყველა ჟანრში წერდა, ამბობდა, რომ ჩვენიო იმპერიის ლიერების ორი ასპექტი არის, საყრდენი არის, ეს არისო ბიზანტიური ფულიო და ტიტულატურაო რა. ესო ძალიან გვაძლევსო მედეგობის საშუალებას და მანიპულაციის და დაბალანსების და ასე შემდეგ. და კიდე რაღაცაზე გამომახვილეთ მე და შენ ხა ყურადღება და ამავიწყდა. დიპლომატია, ხო. უბრალოდ არ მესმის, როდესაც ნებისმიერ სახელმწიფოს გადარჩენაზე ლაპარაკი, რატო, ანუ როდის აქედან გახდა მით უმეტეს შუა საუკუნეებში. მეგონი ორიენტალიზმის ნაწილია რა გაუცილებლად. იმაზე ლაპარაკობ, რომ აი ისა რა ქვია, მაკიაველიო რო წერს, ან მაკიაველიზმი არ არის რაღაც ახალი, ხო, რომ დაიდაშო ჩაუღრმავდე და წაიკითხო ბიზანტიური ტექსტები, აბსოლუტურად მაკიაველმა უბრალოდ გვიან ამოქექა ის რაც იმპერიაში მუშაობდა. თანაც გავიხსენოთ მაკიაველი რაზე აყდნობს თავის ყველა ნაწარმოებს რომის ისტორიაზე. ხო, იდეაში ხო და ის რომის ისტორია, ის შენი ბიზანტიის შესაბამისად ანუ ერთხელ მახსოვს კონფერენციაზე ყოფნის დროს ბირმინგემში ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ მკითხა რომ კრის ვიქემის სახლში იყო ისა რა ქვია იმის მერე მოკლედ კონფერენციის მერე მიიღება და იქ ლაპარაკობდი და კაცო ეს რა არის რატო დავიწყეთო ეს ბიზანტიურ დიპლომატიაზე რატო აღარ მუშაობთო და ანუ რა ბოლათწლეული არაფერი აღარ იწერებოდა რატო და რა მეთქი მე რას მეკითხები ალბათ მეც იგივე შეკითხვა მაქვს შენთან ანუ იმაზე ანუ ის თვითონ აი რაღაცა რუსეთში ძალიან კარგად იყო ძველ საბჭოთა და პრისაბჭოთა ხო მეფის რუსეთს ხო და აი იკვლევდნენ ამ ბიზანტიურ დიპლომატიას რა და ეხლა რაღაც რატომღაც აღარ არის ტრენდული და ძალიან მინდა რომ იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა კი ძალიან როგორ ახერხებდა ხო და არსებობდა ამავე დროს ინსტიტუციური მეხსიერება რა აი შენ რაც ახსენე ის ეგრეთ წოდებული სამხედრო რა ერქვა მას ტექსტები რომელიც იწერებოდა ტრაქტატები სამხედრო რომელიც ეს რაღაცა იმიტომ კი არ იწერებოდა მე რო თაროზე შემოვიდოთ ამას პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა ხო და ამა გარდა ამისა დე ადმინისტრანდო იმპერიო რომელსაც კონსტანტინე პორფიროგენეტოსი მის შვილს უწერს ეს არის რაღაცა შვილისთვის დაწერილი ესეთი საშუალო ტიპის სახელმძღვანელო რა შენ რომ მომავალში იმპერატორი გახდები რაღაცა წარმოდგენა ქონდეს იმპერიულ გეოგრაფიაზე რა ეს იმას ნიშნავს და იქ რო ხსნის რაღაცა იმპერიულ გეოგრაფიას იქ კარგად ჩანს რომ იმპერიას ანუ ეს დოკუმენტებიც დაზვერვისგან მიღებული ინფორმაცია რაღაცების აშკარად დახარისხებული აქვს და შენახული აქვს თქვათ კი მოკლედ ეს ინფორმაცია კიდე რა ეთყობა იცი რა პრიორიტეტები აქვს ხო იმიტომ რომ იქ იცი რა ზოგიერთ რაღაცაზე ცოტა უფრო არასწორი ცნობები არის და რაღაც მიფუჭეჭებულია თითქოს და ზოგიერთი რაღაცა დეტალურად აქვს ხოლმე ახსნელი და ეს შვილისთვის დაწერილი ესეთია რა იხა წარმოიდგინე აი რო ისწავლო რაღაცა კი ბევრი ანაქრონიზმი მაგრამ აი თუ დააკვირდები თქვა კავკასიურ თავებს რა აი ბაგრატიონების შესახებ ის რომ იმპერიის ცენტრი კარგად არის ინფორმირებული, აი იქ მიმდინარე ვის რა აი მთელი რაღაცა გენეოლოგია ბაგრატიონების რომელშიც აიხლართები რომ დაიწყებ კითხვას, მეტნაკლებად ძალიან კარგად იციან ხან ინფორმაცია ყოველთვის არის მithumetes პრემოდერნულ ეპოქაში ძალიან დიდი ძალის ანუ დიდი მას გაძლევს, უპირატესობას გაძლევს, იმიტომ რომ მანიპულაციის იქნება თუ რაღაც ინტერვენციის საშუალება უფრო მარტივია. ხო, აი სტრატეგიკონიც რომ არის მავრიკიოსისა ფაქტობრივად გარდა იმისა რომ იქ გვაძლევს ინფორმაციის მისაღებ როგორ იყო მოწყობილი იმ პერიოდის ჯარი და როგორ უნდა გაეკეთებინა მხედართობა სხვა რაღაცა ბოლოს აქვს ბიზანტიის მოწინააღმდეგეები დახასიათებული სულ ყველა და თანაც ამ მოწინააღმდეგეს ახასიათებს როგორ ზოგზე ამბობს მაგალითად როგორ ხასიათი აქვს იმასაც კი წერს ანუ მაგალითად ისინი მამაცები არიან თუ უფრო მოხერხებულები არიან ბრძოლაში როგორ შევარდნაეციან თუ ფლანგებიდან შემოვლეციან ანუ ყველანაირი მათი დეტალი არის რაც კი იციან ამ ხალხის შესახებ ბიზანტიელებმა ჩამოწერილი რომ მე ვიღაც მხედართობა რო წაიკითხავს და თქვა წავა ლანგობარდების წინააღმდეგ საუბრად ან ფრანკების წინააღმდეგ ან სპარსელების წინააღმდეგ და შემდეგ იცოდეს ვისთან აქვს საქმე რა უკვე საქმის კურსში აყენებენ მანამდე სანამ ის უკვე ადგილზე მივა ამის მერე ხო ეს არ არის ისტორიოგრაფიაზე განსხვავებით რომ სადაც ხატრული ელემენტი ამას უფრო პრაქტიკული დანიშნულება აქვს რომელსაც სავარაუდოდ ეს არ ვიცი ხა
არ გვაქვს შეიძლება ესეთი დეტალური ინფორმაცია, მაგრამ აი ეს დაწერილი ტექსტები ისწავლებოდა, ანუ ყოველ შემთხვევაში სამხედრო პირებს და მაღალი გენერლები იქნებოდნენ თუ სტრატეგოსები და ასე შემდეგ. ამას იყენებდნენ რა და ამაზე დაფუძნებით მე თან დასავლეთში ეგ ამ შემთხვევაში რომის იმპერიის დაცემის მერე დასავლეთ ევროპაში მე-15 საუკუნემდე ფაქტობრივად ტრაქტატი აღარ დაწერილა. ეს დარჩა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში როგორც რომაული მემკვიდრეობა უბრალოდ, ხო ამ შემთხვევაში. შესაბამისად, აი ესეც ერთ-ერთი მანიშნებელი არის იმ რომაული მემკვიდრეობისა და იმ ტრადიციისა, რომელიც არსებობდა აქ, ხო, შემდეგ დარჩენილი. ანუ უნდა ისიც გავითვალისწინოთ, რომ კონსტანტინოპოლის პირველი აღების არცაც ჯვაროსნება გააძარცვეს, ვიცით რომ უბრალოდ იქ ბიბლიოთეკების ცეცხლს მიცეს და სპეციალურად იწვებოდა, იმიტომ რომ ჯვაროსნები ხო გლიცინებდნენ ბიზანტიელებზე, რომ ისევ რა ქვია, მე ვიღაცამ რომ კონსტანტინოპოლის აღების დროს ერთ-ერთმა იმან რა ქვია ლათინმა ის ჩაიცვა რა ქვია ბიზანტიური და ვითომ რაღაცას წერდა რომ დაეცინა რომ აი თქვენ წიგნიერო ხალხო და რაღაცა და უამრავი ტექსტი და ხელნაწერი განადგურდა. რამდენმა ეგეთ სტრატეგიკონის და დეველიკაციონის და ხო და კიდე რა ტიპის ესეთი უფრო სახელმწიფო ანუ როგორ თქვათ საჯარო მოხელეებისთვის დაწერილი პრაქტიკული დანიშნულების მქონე ტექსტები დაიკარგა ხო ჩვენ არ ვიცით. ხო რა თქმა უნდა. ისე აი მერხან ჩვენ ვახსენეთ რომ ბიზანტიის დაცემაზე საუბრობდით, ალბათ ბოლოს უკვე კონსტანტინოპოლი 1453 წელს რო ეცემა, ეს გარკვეულწილად აი აქ დაირღვა ის პრინციპი, რომ თუ მცირე აზიაში ქონდათ პრობლემა რესურსები გადაქონდათ ბალკანეთიდან და თუ ბალკანეთში მცირე აზიიდან, იმიტომ რომ ოსმალები იქაც იყვნენ და იქაც იყვნენ ამ დროს უკვე ამ მცირე აზიას ძალიან დაღებული ქონდათ თითქმის და ბალკანეთზე რუმელია იყო უკვე შექმნილი და აი ბიზანტიას აქ უკვე აღარ ქონდა არანაირი შესაძლებლობა თუ გარედან ვიღაც არ მოვიდოდა და არ გაარღვევდა ამ ალყას, თვითონ გაეკეთებინა ეს ამის შედეგად, ხო? ამიტომაც იყო რომ აი ოსმალებისგან უკვე აღება თითქმის გარდაუვალი იყო ამ პერიოდისათვის. ახლა საუბრობენ ხოლმე რომ აი შეიძლება რომ გადაერჩინათ დასავლეთთან და ჩემი აზრით უკვე შეუძლებელი იყო ამ პერიოდისათვის ეს. ისე გადატეხა იმპერია წელში, რეალურად რომ მოხდა აღდგენა კონსტანტინოპოლზე კონტროლის მიხეილ პალეოლოგოსის მიერ, ხო? ანუ აქ მარტო იმაზე კი არ იყო ლაპარაკი რომ დეზინტეგრირდა იმპერია. აი როგორც კი კონსტანტინოპოლი დაიკარგა, ნუ რაც მოხდა ყველამ ვიცით. ნიკეის იმპერია რო შეიქმნა. ხო და რამოდენიმე ერთეული აღმოჩნდა და მე ხო და მაგრამ მიხეილმა რომ მოახდინა კონსტანტინოპოლის ვთქვათ ხელახალი ოკუპაცია და დაბრუნება მერე მას არა მარტო მოუწია რესურსების ნუ იქ რაღაცა რომ ლასკარისების ბოლო მემკვიდრე სიკვდილი დასაჯა და ამით მცირე აზიის არისტოკრატიას პრობლემა დაიწყო დაპირისპირება მთელი რესურსების გადაკაჩვა მოუწია იმისთვის რომ მომდინარე დასავლური საფრთხე იმიტომ რომ კონსტანტინოპოლი რო დაეცა ლათინებისთვის იქ მზადება მიდიოდა იმისთვის რომ რევანში მომხდარიყო და კონსტანტინოპოლი ლათინებს ევროპელებს დაებრუნებინათ ხო და მიხეილ პალეოლოგოსის მთელი აი ეს რაღაცა ხანგრძლივი მეფობა მიმართული იყო იმისთვის რომ როგორმე აიცილებინა დასავლეთიდან წამოსული ახალი სამხედრო საფრთხე. შესაბამისად ანჟუელებიც ხო ემუქრებოდნენ. ხო, ანჟუელები ემუქრებოდნენ. იმიტომ ყურადღება გადავიდა კონსტანტინოპოლის შენარჩუნებაზე, იქ რაღაცა ევროპიდან ევროპის ესე ვთქვათ კოლექტიური ევროპის შეკავებაზე და ყურადღება მოდუნდა მცირე აზიაზე, მცირე აზიაში პრობლემები დაიწყო უკვე მიხეილ პალეოლოგოსის დროს, ანდრონიკეს დროს გაგრძელდა და უბრალოდ მეორე ასპექტი აგრეთვე იყო, რომ გეოპოლიტიკური მოცემულობა ძალიან შეიცვალა იმპერიის გარშემო. ანუ ჩვენ ხშირად ლაპარაკობთ, რომ მარტო იმპერიის ძლიერება შეიძლება განსაზღვროს ესე თუ ის წარმატება და თუ წარმატებულობა, მაგრამ შენ გარშემო თუ სიტუაცია შეიცვალა, რომელზე შენ კონტროლი არ გაქვს, ხო, ეს თავის საშუება. იმიტომ რომ მე-13 და მე-14 საუკუნეში ხმელთაშუა ზღვისპირეთი ძალიან შეცვლილი იყო. თუ მანამდე იმპერიას მეზობელი ყავდა, ბევრად უფრო ნაკლებად, ეს ვთქვათ, განვითარებული შეიძლება არ არის კორექტული სიტყვა, მაგრამ უბრალოდ ნაკლებად ძლიერი მოთამაშეები, ნაკლები ამბიციებით, ნაკლები ესე ვთქვათ რევიზიონისტული თუ ესე ვთქვათ დაპყრობითი ხო ანუ კომპლექსური პოლიტიკური რუკა არის მე-13-14 საუკუნეში და უფრო დასუსტებული იმპერიას უბრალოდ აღარ შეუძლია. ანუ რაღაცა მომენტში რესურსებიც აღარ არის და უბრალოდ რეალისტურიც აღარ არის აი იმ რაღაცა ახალ გარემოში თან უკვე შიდა პრობლემებით და სამოქალაქო პრობლემებით გაკაჩვა და ესე ვთქვათ აი ამდენ მოწინააღმდეგესთან გამკლავება. ბიზანტიის
ისტორიას და ზოგადად ბიზანტიურ მემკვიდრეობას რა გავლენა აქვს დღევანდელობაზე, განსაკუთრებით უშუალოდ საქართველოზე? აი რაში იგრძნობა ბიზანტიურობა, ბიზანტიის მემკვიდრეობა შენი აზრით ყველაზე მეტად? მაგალითად, თანამედროვე ქართული ეკლესია რა აკავშირებს მას უშუალოდ ბიზანტიის იმპერიასთან, ჩვენ მენტალიტეტს მაგალითად, ჩვენ კულტურულ და რელიგიურ მიდგომებს ამ შემთხვევაში, ენას და ასე შემდეგ. ალბათ ჩვენი ელიტა შუა საუკუნეების მაინც 16 დაწყებული გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიცი, ესენი ყველანი არიან კონსტანტინოპოლში და კონსტანტინოპოლის გარშემო არსებული საგანმანათლებლო ცენტრებში მიღებული იდეაში ქართული, შუა საუკუნეების გაგებით ქართული ის არის განათლებული ელიტა, მაგრამ მათი განათლება არის მთლიანად ბიზანტიური, ხო? მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა შუა საუკუნეებში ხა იდენტობა ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ რაღაც ხრივ მაინც თვლიან თავს, ხო? რაღაცა და ხას უსვამენ, რომ ისინი ქართველები, ხო, მათი განათლებაც და მათი მემკვიდრეობაც არის მაინც კი ქმნიან ქართულ პროდუქტს, ესე ვთქვათ, თუ შეიძლება მას თარგმნილობით ტექსტებს პროდუქტი უწოდოთ, მაგრამ აი ეს ბიზანტიური ელემენტები ძალიან დიდია, ხო? ის მთელი ნათარგმნი ლიტერატურის დიდი ნაწილი ბიზანტიური ტექსტებია, რომელიც მე ქართულ სივრცეში შემოდის, ალბათ ეს ხო, ენობრივი თემაც რა. ხო, კი, ენის რაღაცა თარგმნილობასთან ერთად ენა ხო რაღაცა ვითარდება, იხვეწება, უფრო ნებისმიერ თქვა ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ტრაქტატების კომპლექსური თარგმნისთვის შენ გიწევს რაღაცა ენის არამარტო ადაპტაცია, ენის განვითარებას, შესაბამისი ლექსიკონის კონცეფციაზე, აი ხა ეფრემ მცირე არის ფანტასტიკური, გარდა იმისა, რომ დიდი მთარგმნელია, მისი ეს რაღაცა თარგმნილობითი ფილოსოფია, მისი თქვათ ეს თქვათ მარგი წაწერილი ტექსტები, თქვათ როგორ უნდა ითარგმნოს, აი მე რო აი მე ესე უნდა მსჯელობა, აი ენის რაღაცა დახვეწაზე, რაღაცა ღია მსჯელობა, ეს ტერმინი როგორ უნდა ითარგმნოს, აბა ესე ჯობია თუ არა, იმიტომ რომ ხო ვისაც ოდესმე რამე გვითარგმნია სიტყვაზე ინგლისურიდან რო თარგმნი ქართულად, ხვდები რომ როგორი მაინც რთული, აი სამეცნიერო სტატიას თუ თარგმნი, როცა მოგიწევს აი ეს ძალიან რთული არის და ენის მორგი მოკლედ. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული ენის რაღაცა განვითარებაში. მე ამავე დროს ქართული სამონასტრო სკოლები, ხო, გელათი მაგალითად არის და გელათის სკოლის მემკვიდრე, ყოლა და მე მისი თქვათ არის აბსოლუტურად კონსტანტინოპოლური ეკლესია სამონასტრო სკოლის ხა ზუსტად გადმოტანილი არა, მაგრამ გელათის მონასტერი ძალიან ინსპირირებულია სავარაუდოდ მანგანის მონასტრის. მიუხედავად იმისა, არქიტექტურულად თქვათ არ არის, მაგრამ სამეფო ხელისუფლების იდეოლოგია და პოლიტიკური კულტურა ნამდვილად არის. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა, ჩვენთან უფრო ადაპტირება ხდება ადგილობრივ კონტექსტთან. ეს არ არის რაღაცა, ვთქვათ, კოპირება, პირიქით, ძალიან რაციონალურია რა, რაღაცებს გადმოღება, როცა ხდება, ან კიდე ის ხდება, იმიტომ რომ ადგილობრივ, თქვათ, მოცემულობას მოარგო და შენ თვითონ გამოიყენო, ხო? ხო, ხელოვნებას ხატწერაც მას შემდეგ, ხო, რასაც ხატრობაშიც ხდება ეს ელემენტები, მეფეების ტიტულატურა, სამოსი, ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რაღაც, ახლა თუნდაც რო შევხედოთ ფრესკებზე, შუა საუკუნეების ქართველ მეფეებს, ისინი ძალიან გავსადარიან გამოსახულები, როგორც ბიზანტიელი იმპერატორები. არა, სამოსი აბსოლუტურად არ ამგონი ეს რომ იყოს რაღაცა, რაც დახატულია სავარაუდოდ ის ხშირ შემთხვევაში ხა ფრესკაზე ასახული მოცემულობა შეიძლება რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ ხა დავითის და თამარის სავსებისაძლებელია, რომ მათი სხვა სახის მოყვანილობაზე არ დავიწყოთ ლაპარაკი და გარეგნობაზე, მაგრამ აი ეს ატრიბუტიკა სავარაუდოდ რომ, იმიტომ რომ ის ატრიბუტიკას ხო დატვირთვა აქვს თავისი და გამոխატავს გარკვეულწილად იმ ლეგიტიმაციის ერთ-ერთი ნიშანიც არის, ხო? მაგალითად აი ბიზანტიის იმპერატორებს დამახასიათებელი წითელი წაღები რო ეცვათ, მაგალითად, ხო? ჩვენებსაც აცვიათ, მე მგონი იმაზე ფრესკებზე, ხო? რაც იმპერატორის ნიშანია გარკვეულწილად. ხო, იმიტომ რომ დავითიც იმაში რა ქვია, ხო, მე ხელმოწერები მე მგონი ჩვენ ძალიან სამწუხაროა, რომ ხა მეფეების ხელნაწერი ცოტა გვაქვს. დასავლეთ ევროპის მოკლედ იმ ეპოქაში, დავითის ეპოქაში, თქვათ, რომელიღაც ქვეყნებში ინგლისში და საფრანგეთში და მე მგონი გერმანიაში რამოდენიმე ასეული ერთი მონარქის რამოდენიმე ასეულ სიგელ გუჯრებს ვეძახით ჩვენ Royal Charters ქართულად როგორ არის სიგელები ასეულობი და ჩვენ მაგალითად თამარის მე როგორც ვიცი ერთი ან ორი დავითისაც რაღაც ესე ხო და იქაც მე მგონი ხელწერა თუ არ ვწდები დავითს მე მგონი თუ შეიძლება მეშლება ოქრო რა იყო და მე მგონი წითელი მელნით ხო არა აქ მოწერილი ესეც ძალიან ბიზანტიურია იმიტომ იმპერატორი წითელი მელნით აწერს შეიძლება ვწდები გადასამოწმებელი უბრალოდ მე დავითის ერთ-ერთი იყოს ხო
შიომღვიმის მონასტრის ანდერძი. ხო. ასევე გასოს ის ცნობილი მონეტა, რომელიც დავით აღმაშენებელმა მოჭრა, იქაც გამოსახული არის აბსოლუტურად ბიზანტიური სიმბოლიკით. მაგრამ მთლიანად აი რო დაუკვირდე ძალიან კარგად ანუ ერთის ხრივ ეს ტიტულატურა გარშემო ეს რაღაცა ტექსტი ქართული რა თქმა უნდა, მაგრამ დიზაინი აი როგორ არის განთავსებული მონეტაზე არ არის ბიზანტიური. არა ხო, მაგრამ სამოსი თვითონ ისეა და როგორც იმპერატორი. იმპერატორის სტილში გამოსახვა ძალიან ბიზანტიურია. ხატზე მაგალითად აი იმაში რა ქვია სინასწრაფზე აღმოჩენილი ხატია დავით აღმაშენებლის სადაც ის დროშია და რომ ის თანამედროვე ისე რა ქვია ალექსიოს კომნენოსის და იოანესის ძალიან აი რო არიცოდე ხარ რომ ეს დავითია ნუ ადრე ის ხო არ არის რომ გიორგი მესამეს დავითის ნუ ყოველ შემთხვევაში ბოლოს ეგრე შეჯერდნენ და მეც რაღაცა მგონია რომ ხო მაგას ყოველთვის რაღაც ჯელობა იყო მაგრამ რაღაცა ბოლო დროს მე როგორც ვიცი ჩვენმა ხელოვნებაცოდნეებმა თითქმის არც ეპარებათ ეჭვი რომ დავითია და ლოგიკურიც არის იმიტომ რომ ვიცით რომ სინასტაზე დავითმა რაღაცა პატარა ეკლესია ააგო იმ მონასტერში და მისი იმიჯისთვის რაღაცა ძალიან ნორმალური ან ლოგიკურიც იქნებოდა თან დავითის სამხედროების იდეოლოგიას და იმიჯს ძალიან ეტყობა ეს რაღაცა პერმანენტულად აი ალექსიოსის და ბიზანტიის იმპერატორების დამახასიათებელი ელემენტების შესხორცება და მე აი ამითი საკუთარი პოზიცია მის რა ქვია ავტორიტეტის პოზიციონირება ხო, რა თქმა უნდა. აი, რამდენად არის შენი აზრით მითია თუ რეალობა, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ იქიდან წასულმა გადარჩენილმა ბიზანტიელებმა დაიწყეს ევროპაში რენესანსი? არა, ევროპაში რენესანსი დაწყებული იყო ნამდვილად, მაგას ეხავე რო არ. კი, მაგრამ გავრცელებული აზრია სხვადასხვა ეგ. არა, გავრცელებული აზრი არის ძალიან რეალობასთან არის, ანუ მოკლედ რენესანსი ტრიცენტო უკვე იყო. კი, დაწყებული როგორ არ არის კლასიკური ანტიკურობის და კლასიკური მემკვიდრეობისადმი ინტერესი გახვიება დაწყებული ევროპაში უბრალოდ კონსტანტინოპოლიდან წასულმა კვლევებისა რა ვთქვათ გაქცეულმა იმიგრირებულმა ელემენტებმა კიდე უფრო დააჩქარეს და კიდე უფრო ანუ კონტრიბუცია გაუწიეს ძალიან დიდი ასე რომ კი ევროპული რენესანსი ადრე არის დაწყებული, თუმცა მაინც აი ამ ბიზანტიურმა ელემენტმა კიდე უფრო, ესე ვთქვათ, დიდი როლი შეასრულა. ბუნებრივია, იმიტომ რომ რენესანსი თავის მხრივ ანტიკურობის აღორძინება არის, ხო, ამ მხრივ. მაგრამ აი იცი კიდევ რა შეიძლება ვთქვათ, რამდენად იყო ბიზანტია გარკვეულწილად ანაქრონისტული სახელმწიფო თავისი დროისათვის. აი რას ნიშნავს ანაქრონისტული? იცი რას გულისხმობ ამაში? ნახეთ, აი მაგალითად, იმ პერიოდი შუა საუკუნეების სახელმწიფოები დასავლეთ ევროპული მაგალითად, ხო? ამ შემთხვევაში არის რაღაცა სისტემაზე მორგებული, ფეოდალურ სისტემაზე, რომელიც არის გავრცელებული თითქმის მთელ ევროპაში, ცოტა გოდნა განსხვავებული ფორმებით ყველგან. მაგრამ ბიზანტია თითქოს არის ისე ანტიკურობის სახელმწიფო, როგორც იყო ანტიკური სახელმწიფოები, მაგრამ არსებობს შუა საუკუნეებში, ხო, რაღაცნაირად. და აი ამა რამდენად არ შეუწყო, ან შეუშალა ხელი იმას, რომ იმპერია გადარჩენილიყო შემდგომ პერიოდში და განვითარებულიყო. ხო, ერთის მხრივ კი თუ გავითვალისწინებ დასავლური ევროპისთვის დამახასიათებელ სოციალურ სისტემას, ბიზანტია არის ეგრეთ წოდებული, როგორც ვთქვით, ბიუროკრატიული და ანუ ჩვენ ქართულში არ გვაქვს მაგალითად სახელმწიფოს ვეძახით, მაგრამ აი ამ ინგლისურში უყვართ თქმა, რომ აი state რაც არის, აი შუა საუკუნეების პოლიტიკურ ერთეულს ნუ ეძახით state, ეს ძალიან პოლიტიკურ მეცნიერებას და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტებს უყვართ რა ამაზე ლაპარაკი, რომ ნუ ეძახით იმას. ხო და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები, რომლებსაც რა თქმა უნდა 30 წლის წინ როგორ მუშაობდა სამყარო იციან და ეგეთი ცოტა ძალიან ცოტა და შუა საუკუნეები ცოტა ვისაც ოდნავ გაუგია იქ ის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები აღიარებენ რომ ერთადერთი აი რეალური state რასაც შეიძლება უწოდოთ ხო სახელმწიფო აი თანამედროვე გადამტანი ინსტიტუტებით რაღაცებით არის ბიზანტიის იმპერია ხო მას აქვს ეგრეთ წოდებული საჯარო მოხელეების ისა ბიუროკრატიული ინსტიტუტები ასე შემდეგ რაც არ არის დასავლეთ ევროპაში ეგ აი თქვათ გვიან იწყება ეგ ტენდენცია. მაგრამ კი ანაქრონისტულია, იმიტომ რომ თქვა საქართველოს და სომხეთის და სხვა პოლიტიკური ერთეულებიც, ანუ არის უფრო რაღაცა ეს დინასტიური ფედერაციები და ეგრეთ წოდებული ამ umbrella terms, ანუ ზოგად ტერმინოლოგიასაც ხმარობთ ფეოდალური რაც არ არის სწორი, მაგრამ ნუ ახლა ბიზანტიას ხარ მოდი. იცი რა, მე მგონი ეს ფეოდალური უფრო განზოგადებული ესაა ტერმინი, ახლა ზუსტად იცი რა, მაგაზე მსჯელობდნენ ხოლმე, მახსოვს ადრე გონი შარაშიძის წიგნი იყო, რომელშიც ის მსჯელობდა, რამდენად იყო საქართველოს შუა საუკუნეებში ფეოდალური და იქ ამ ძალიან ბევრი რამეს ეთანხმება, რაც ფეოდალურ სისტემასთან ახლოს არის, მაგრამ მაინც ამბობს რომ თითქოს აი თლად ფეოდალური არ არისო ეს სისტემა, მაგრამ ხო, ეს ძალიან რთული ისაა, ჩემი აზრით განსასაზღვრი, იმიტომ რომ ახლა ფეოდალიზმის ნიშნებად
რას ჩავთვლით და რომელი მკვლევარი რას მიიჩნევს ზუსტად რომ იყოს თავარი ეგ არის სუზერენისა და ვასალის ურთიერთობა, ხო, ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ხოლმე ამ ფეოდალიზმის სისტემას და ასევე მიწაზე დამოკიდებულება. ხო, აი ბიზანტიაში ეგ არ გაქვს. უყურე ბიზანტიაში შენ აი საჯარო მოხელე როცა ხარ შენი შემოსავალი შენ ხელფას ღებულობ ცენტრალურ ბიუროკრატიისგან აქვია ბიუჯეტიდან ყოველ წელიწადს თუ წელიწადში ორჯერ ჩადიხარ კონსტანტინოპოლში ტარდება ცერემონიალი სადაც იმპერატორი ხალხს უსვამს რომ შენ ხარ საჯარო მოხელე და მისი ქვეშევრდომი და რაღაც ამ ცერემონია აი ლიუტპრანდ კრემონას რომელიც რომ ნახა პირველად რო ხდება საჯარო მოხელებისთვის რამოდენიმე 1000 ოქროს ფულის გადახდა ხო აი მასში რა ქვია ბასილის დროს რო დაიწყო ამბოხებები სკლეროსის ხო სკლეროსის თავარი ძალა ის კი არ იყო რომ არისტოკრატიული წარმოშობა ქონა მას ქონა ანუ თანამდებობა ქონა თანამდებობა რომ დაკარგა მაგიტო დაიწყო აჯანყება და არა იმიტომ რომ თქვა რომ და ის კარგად აცნობიერებდა რომ ფოკაც ხო აჯანყდა მე ხო მისი ანუ შენ მიწა რომც ქონოდა და რო ყოფილიყო არისტოკრატი რომელზეც თან უნდა დავიმახსოვროთ რომ ფეოდალური დასავლეთისგან განსხვავებით მიწიდან მოკლედ შენ გადასახადებს ვერ კრებ, გადასახადებს კრებ ცენტრალური ბიუჯეტი. კი, იქ რაღაცა შეგიძლია, ვთქვათ, კორუფციული ჩააწყვეტა რაღაცა, მაგრამ გადასახადების ამკრეფები ემორჩილება ცენტრალურ ხელისუფლებას და არა შენ. და მე ანუ შენი ტერიტორიიდან აკრეფილი გადასახადი მიდის ცენტრში და მე ცენტრი გიხდი შენ იმპულს. და ცენტრიდან გადახდილი ფული ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შენ თქვათ სიტყვაზე აი შენი საკუთარი მამულები და მიწა რაც გაქვს იქიდან აღებული ფული, ვერასოდეს ვერ იქნება იმდენი რა. ამიტომ არის რომ აი ეს განასხვავებს თქვათ იმპერიას სხვა ხო მაგრამ აიცი რა საინტერესო ამავე დროს ბიზანტიაში ჩვენ გვაქვს დიდი საგვარეულოები ხო აი ეს საგვარეულოები რის ხარჯზე ხდება ამ დინასტიების ჩამოყალიბება როგორიც იყო მაგალითად დუკები როგორიც იყო ფოკები როგორიც იყო აი ეს კლიაროსი მაგალითად და მაგალითად აი ანგელოსები და ასე შემდეგ ხო ეს გვარები როგორ იქმნებიან ისინი რა სფლობენ და როგორ ხდება მათი აი ეს არისტოკრატიად საჯარო მოხელეობიდან და თანამდებობიდან ნელ-ნელა იქაც ხდება ეხა ეგ არისტოკრატია რაღაცა ეს ფეოდალური ელემენტი ანუ ეგრე კიდე ჭყალებში ფეოდალური ელემენტები იქაც იპარება და სხვადასხვა რომელიღაც კვლევარი ამბობდა რომ საათაშორისო მცირე აზიაში აი ამ რაღაცა დიდიო თავკომბალა საგვარეულობის გაჩენაო სომხურ ქართული ანუ იმიტომ რომ ჩვენთან ახან არსებობდა ის სომხეთში განსაკუთრებით რომელიც ნახარარები ხო ეს რაღაცა დინასტია კონფედერაცია რო იყო ამ რაღაცა დინასტიების აი ამანო ძალიან დიდი გავლენა მოახდინაო და რეალურად აი ეს ფენომენიო კავკასიიდან წასული იყო ნუ ეხა ხო რამდენად მართალი არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა აი ეს არისტოკრატიზაცია მე-18 საუკუნეში და აი რაღაცა ის ეგრეთ წოდებული ფეოდალური ელემენტები შეპარვა ხდება როდესაც აი ეს თან იმპერიაში ყოველთვის ცდელობა იყო რომ აღმოსავლეთთან წარმოშობის ხონე საჯარო მოხელეები რომელიც ამავე დროს არისტოკრატები იყვნენ დასავლეთში ნიშნებოდნენ და პირიქით რომ იქ რაღაცა ძალიან ფესვები არ გაედგათ მაგრამ ნუ ხა არისტოკრატია ყოველთვის არსებობდა რა არ ნიშნავს რომ არ იყო კი საჯარო მოხელეების ინსტიტუტიც იყო მაგრამ ნუ არისტოკრატები იყვნენ და მიწათმფლობელები იყვნენ რომლებიც ნელ-ნელა რაღაცა მეთოდებით იკრეფენ ძალას და თქვათ მე რო ხდებიან იმპერატორები ხდებიან ხო აღმოსავლეთის დომესტიკოსები და სხვადასხვა ტიპის თანამდებობებს რო ღებულობენ ეს კიდევ აძლიერებს მაგრამ მე ხდება ამ ტერიტორიების გაფართოება თქვათ რაღაცა იქ მეტი მამულების ყიდვა მიტაცება და ასე შემდეგ რომელსაც მე ბასილი ხელს უშლის და ხო ანუ ის არ ნიშნავს რომ ბიუროკრატიულ იმპერიასთან ერთად არ არსებობდნენ მიწათმფლობელური არისტოკრატია რომელიც რა თქმა უნდა ძლიერდებოდა და მას თავისი ინტერესები ჰქონდა ხო ასევე აი ჰერაკლე კეისრის დროს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა რომელიც ფაქტობრივად საუკუნეებით განსაზღვრა ბიზანტიის ადმინისტრაციული მოწყობა ხო რასაც თქვა თემების სისტემა და ძალიან საინტერესო ფენომენი იმიტომ თქვა რომის დროს პროვინციები იყო შემდგომში დიოკლეტიანემ მოახდინა ამის რეფორმირება კიდევ უფრო მსხვილ ერთეულობად რო გაერთიან დიოცეზები რო იყო ხო იმპერია რო იყოფოდა მაგრამ მე ჰერაკლემ მოახდინა თემებად დაყოფა მაგრამ ამან გარკვეულწილად არა მარტო ის შეცვალა რომ აი ადმინისტრაციულად როგორ იქნებოდა რაღაც ერთეულები არამედ შეცვალა მისი მართვის სტილი და ის თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა ამ თუ იმ თემს მაგალითად გულს ხომ ჯარის გამოყვანაში გადასახადების გადახდაში და ასე შემდეგ ხო აი რა იყო ეს თემების სისტემა და რამდენად დიდი ხანი რატო გაძლო ამან რატო იყო ეს მოდელი ესე თქვა მისაღები ბიზანტიისათვის თემების სისტემა ანუ მე მგონი რაღაცა ეხა თანამედროვე კვლევარები უფრო თვლიან რომ თემების სისტემა ჰერაკლეოსის ცოტა გვიან პერიოდში დაიწყო თლათ ჰერაკლეოსის დროს არ არის უბრალოდ რაღაცა აი კიდე ერთხელ მე მგონი უფრო აი არაბების გამოჩენის მერე ხდება აი ამ რაღაცა უხდებათ ხო რო ხდება აი ადაპტაცია ახალ გარემოებასთან პატარავდება მოწყობა ამ ადმინისტრაციული რეფორმა ანუ აი ამ რაღაცა მედეგობის და აი როგორ თქვა აი ამ საფრთხესთან ადაპტაციის ნაწილია თემების შექმნა რომ
მოხდეს ისე სამხედრო ამბების გამოხდება ეს ყველაფერი იმისთვის რომ თქვათ იმპერიამ შეძლოს რაღაცა ამ თემებიდან ამ სამხედრო ელემენტების გამოყვანა თავის დროზე რომ თქვათ თავდაცვითი და ეს ხდებოდა მიწის მიცემითაც ხო? მიწის მიცემითაც, იმიტომ რომ რა ხდება რომ მიწის მიცემა გარანტიას გაძლევს რომ ამავე დროს არ მარტო მიწაზე მიმაგრებული ანუ ჯარი იქვეა რა რაღაცა იმ ტერიტორიაზე ერთის მხრივ აჭმევ იმიტომ რომ ბიუჯეტთან შეიძლება საკმარისი ფული არ გაქვს მაგრამ ამავე დროს თქვა იმის მაგრად კონსტანტინოპოლის გარშემო რო ყავს დაბანაკებული არმია სანამ შეიძლება იმას გადაიცვრი რომ იქ კონდეს რაღაცა სამხედრო ინფრასტრუქტურა იმიტომ რომ არაბებს ხო აი სელჩუკებისგან განსხვავებით სელჩუკების პრობლემა რა იყო რომ სელჩუკები რომ მოხდა ეს თქვა ჩამოშლა თავდაცვის სისტემის მცირე აზიაში არაბებისგან განსხვავებით სელჩუკებმა დაიწყეს აქ დამკვიდრება და ასე ვთქვათ დაბანაკება ხო დასახლება არაბები არ შვებოდნენ ამას ხო მე-7-მე საუკუნეებში ქონდა ეგრე no man's land რა დიდი ტერიტორია იყო რომელიც საერთოდ არ იყო დასახლებული სულ მოპრიალებული და ის იყო რა ვთქვათ დაუსახლებელი იმიტომ რომ აი აქ სულ რაღაცა შეტაკებები ხდებოდა მაგრამ არაბებს არ ქონდათ აი მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლეთ პროვინციების დაკავების მერე მცირე აზიის აი ესე მასიურად დასახლება და იქ მერე ინფრასტრუქტურის გამართვა რაღაცები არ ქონდათ. სელჯუკები ეგ იყო თურქები მაგიტო იყო პრობლემა იმპერიისთვის რომ ჩასახდნენ და რამოდენიმე თაობა უკვე იქ ძალიან რთული გახდა მერე მცირე აზიიდან მათი ესე თქო გამოდევნა. ხო რა თქმა უნდა. ანუ რო დაუბრუნეთ თემები იყო აი ამ რაღაცა ახალი გეოპოლიტიკურ მოცემულობაში რაღაცა კრიზის მენეჯერობის კი და სხვადასხვა გარკვეულწილად ამეთი ფეოდალიზმსაც ცოტა მიუახლოვდა ბიზანტიურ სისტემა, იმიტომ რომ მიწაზე გახდა დამოკიდებული, რომ შენ გაქვს მიწა, რომელსაც უნდა შენ სამსახური უნდა შეასრულო. როგორც იყო ფეოდალიზმში ამ შემთხვევაში, რომ ვასალს ქონდა მიცემული რაღაცა მიწა და ის ვალდებული იყო სამხედრო საქმეში მერე ჩართული იყო. ანუ მონაწილეობა მიიღო ომში, ხო? ანუ მაგალითად ფეოდალები ხო ფლობდნენ ტერიტორიებს, მაგრამ სანაცვლოდ მათ ჯარი გამოყავდა და გამოდიოდნენ საომრად ამ შემთხვევაში. გარკვეულწილად ეს მოდელი, რომელსაც სხვადასხვა სოსო მარგიშვილმა თავის ძოზე თავის წიგნში უწოდა ბიზანტიური ფეოდალიზმი. ანუ ის ამაში გორცუნდა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ვინაიდან თავის ძოზე სასანური ირანიც ასე აკეთებდა, აი ხოსრო ანუშირვანის რეფორმების შემდეგ სასანური ირანშიც მიწის ფლობელობა გახდა, აი მძიმე კავალერიის გამოყვანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, იმიტომ რომ ის ფლობდა მიწას, სამაგოდ ვალდებულებას იღებდა, რომ ცხენით და აბჯრით გამოსულიყო ომის დროს. ბიზანტიაში თემების სისტემა გარკვეულწილად აი ამას იმეორებს, მაგრამ განასხვავებს ამას ის, რომ ფეოდალიზმის ის იერარქიზებული სისტემა და ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის, ეს არ არსებობს ბიზანტიაში, ხო? ხო, მიუხედავად ამისა, თუმცა აი ამ თემებში რაღაც დროის მერე მე როგორც მახსოვს, მაინც ბრუნდება ანუ ბოლომდე არ ხდება აი პროფესიონალი სამხედრო არ ხდება ბოლომდე მიწაზე. კი, მიწაზე, მაგრამ ის მაინც ღებულობს კი შეიძლება მთლიან წლის განმავლობაში იმპერიამ ვერ გადაუხადოს, მაგრამ ის მაინც ღებულობს ხელფას ან ოქროთიან ვერცხლით ან ხო ამიტომაც მოხდა კი იყო ეს ელემენტები და მოგვიანებით ამიტომაც იყო საბჭოთა წყვლევარებს რომ აი ეს ანუ მოგეხსენება მარქსისტულ-ლენინისტური მიდგომა და იყო სურო ფეოდალიზაცია ბიზანტიის ამაზე მთელი ტრაქტატები და წიგნებია დაწერილი რომელიც ზემეთად აჭარბებდა ზემეთად ხდებოდა აი ამ რაღაცა ფეოდალური ელემენტის წინ წამოწევა რომელიც ის შესაძლოა აი ადაპტაციას რასაც შეეხება აი მაგით გარკვეულწილად აი რომის ისტორიაც გვახსენდება ძალიან კარგად იმიტომ რომ რომის იმპერიაც ყოველთვის ახერხებდა ხოლმე ამგვარ გარდაქმნა ადაპტაციას მაგალითად არის იმპერიები რომლებიც ამას ვერ ახერხებენ და ეცემიან ის იმპერიები ხო ან გარდაიქმნებიან და აგზელებენ. ეხლა მაგალითად ბევრი აკრიტიკებდა ხოლმე რომის იმპერიის პოლიტიკას გვიან იმპერიისა, რომ ბარბარიზაცია მოხდა, ბარბაროსები დაასახლეს ფედერატებად, მერე გერმანიზება მოხდა არმიისა მაგალითად და შემდეგ ხო, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი იმპერიას არ ქონდა. ანუ გადარჩენისთვის ეს იყო აუცილებელი მოცემულობა და მათ ეს გააკეთეს მაშინ უბრალოდ ხო. სამაგიეროდ იმპერიამ გაძლო და მერე აღმოსავლეთ რომის იმპერიის სახით კიდევ გააგრძელა არსებობა. სხვა შემთხვევაში ის დაეცემოდა თავის დროზე. ამიტომაც ეს ადაპტაცია ბიზანტიელმაც ასე ამგვარად ძალიან კარგად მოახერხა. ზუსტად მაგ ადაპტაციის და მედეგობა და აი რაღაცა აი მიუხედავად იმისა რომ წაიკითხავ ბიზანტიურ ტექსტებს და მithmetam იმპერიული იდეოლოგიას და თეოლოგიას რომ მიდგები, სადა გონია რომ არა ადეკვატურობასთან გაქვს საქმე. მაგრამ აი ეს ვთქვათ რაღაცა რიტორიკის იქ ხშირად აი ამ რაღაცა statecraft როგორც არის ქართულად როგორ თარგმნა არის აი ამ რაღაცა მუდმივი ცდელობა რომ ინოვაცია არის ხა იმიტომ რომ სულ შენ კი ლაპარაკია რომ ბიზანტია სტატიკური იყო რაც რეალურად ხა თანამედროვე მკვლევარები ამას უბრალოდ აღარც ეთანხმებიან, მაგრამ და რა ეთანხმებიან, იმიტომ კი არ ეთანხმებიან უბრალოდ, როდესაც ჩაუღრმავდები და დისციპლინა მაინდამაინც ახალი არის. ბიზანტია არ არის მაინდამაინც
ძველი ბიზანტინის სტადის ხო რაღაცა საკმაოდ სხვებთან შედარებით ახალია და შესაბამისად რაცა კვლევების მეთოდოლოგიების დახვეწასთან ერთად აშკარა ხდება რომ ამ კონსერვატივთან და რაღაცა იმასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაცია იყო და აი ამ ინოვაციას ხედავ შენ მუდმივად რა რაღაცა აი ამ პრობლემებთან და გეოპოლიტიკურ საფრთხეებთან სამხედრო საფრთხეებთან გამკლავებისთვის აი რაღაცა სუმუდმივ სტრატეგიის ცვლილება სხვადასხვა იცი ძალიან საინტერესოა რომ ჯარშიც თვითონ სამხედრო ერთეულებიც რასაც ბიზანტია იყენებდა და როგორ ხდებოდა შეიარაღება მომზადება და შემდეგ ყოველთვის ცდილობდნენ ხოლმე რომ იმ დროისთვის ეპასუხათ ხოლმე ამისთვის მაგალითად ზოგჯერ იმ კომპონენტებს რაც თვითონ არ შეეძლოთ რომ შეექმნათ და გამოეყვანათ იყენებდნენ სხვებს იმისთვის რომ მათთვის გადაეხადათ და ისინი გამოეყენებინათ ეხლა მაგალითად თავის ძროზე გვიანი რომის იმპერია შესაძლოა ნახეს რომ ადრიანოპოლის სულაში 378 წელს დამარცხდნენ გოთებთან ხო და მათ ყავდა ძლიერი კავალერია და შემდეგ დაიწყეს ადაპტირება თვითონ ამ გოთების არმიაში გამოყენებას დაიწყეს ჰუნების გამოყენებაც არმიაში თვითონვე იმისთვის რომ დაპირისპირებოდნენ მსგავს მოწინააღმდეგეს იმიტომ რომ მათი სისტემა ვეღარ პასუხობდა გამოწვევას ამ შემთხვევაში ხო ბიზანტიამაც ნახოთ რამდენი ხანი ბიზანტიაში არსებობდა კატაფრაქტების კავალერია მძიმე კავალერია რომელიც იყო სასანური ირანიდან შემოღებული იმიტომ რომ ისევ მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა თავის დროზე და მერე დარჩა ეს ფენომენი და ფაქტობრივად გვიანდელ ბიზანტიის ისტორიაში გვხდება კიდევ კატაფრაქტების მძიმე კავალერია რომელიც იყო ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა იმ პერიოდში ხო თავის დროზე ხო ეგ კი არა საქართველოზე სხვა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა როგორც ჯერ კიდევ სასანური პერიოდში მერე ბიზანტიურ პერიოდშიც რომ აქაც არსებობდა მსგავსი რამ იმიტომ რომ აი მაგალითად მიხეილ ატალიატე როცა წერს რომ როგორ იბრძვის გიორგი პირველი ბასილის იქ აღნიშნავს რომ მათი ცხენოსნებიო თავიდან ფეხებამდეო სო აბჯარში იყვნენ ჩასმულებიო რაც ნიშნავს რომ კატაფრაქტული ტიპის კავალერიაზე აქაც საუბარი ისევე როგორც მაგალითად მე-5-მე-6 საუკუნეებში რა თქმა უნდა ირანის გავლენით ეს ბუნებრივია ეს კატაფრაქტული ტიპის კავალერია გვიდრდებოდა იქაც აი სამხედრო ტრაქტატების რაზეც ვილაპარაკეთ ხა ეგეც აი ზუსტად მაგ ინოვაციის და მუდმივი ანუ ამ ცოდნას იმიტომ აგროვებენ რომ მომავალში მერე აი რეფლექსია გააკეთონ რომ მერე მოგვიანებით აი თქვათ გამოიყენონ აი არაბებთან ხო რაღაცა დაგროვილი აი ცოდნა მაგრამ სხვადასხვა სელჩუკებთან ეგ აღარ ეხმარებათ იმიტომ სელჩუკებთან სხვანაირი თურქების სხვანაირი მოწინააღმდეგეები არიან და იმიტომაც არის რომ თავიდან ძალიან სერიოზული ისე თქვათ ის არის რა ქვია თუმცა მე მგონი მან გარკვეულწილად სელჩუკებს მანაც შეუწყო ხელი რომ თვითონ ბიზანტიის შიგნითაც საკმაოდ დიდი სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს ხო ანუ სხვადასხვა 1071 წლის მანასკერტის ბრძოლა აი კატასტროფა რეალურად არ იყო მანასკერტის ბრძოლა კი დამარცხდა უბრალოდ არმია არ განადგურებულა არა ხო წავიდა არმია თითქმის არ ჩამოშლილა თავდაცვა იმ მომენტისთვის უბრალოდ პრობლემა მოხდა მე დუკების ღალატი ხო რომ მე აი იმპერატორის და ის შეთანხმება რომელიც სხვადასხვა ძალიან კარგი შეთანხმება გაუფორმა აშკარა იყო რომ ალფარსლანი ხო რომანუს დიოგენესთან ხო ალფარსლანი არ აპირებდა არც ქონდა რეალურად აი ეს მცირე აზიის სიღრმეებში შესulis მცდელობა ნამდვილად მომენტისთვის არ იყო იმას სხვა რაღაცა მისქონდა რა ქვია ფოკუსი ქონდა მაგრამ რაღან დაირღვა და ამ სამოქალაქო ომას აი განსაკუთრებით ჩამოშალა აი ეს თავდაცვის და უბრალოდ ამ სამოქალაქო ომზე არავინ აღარ დარჩა რეალურად რომ დაეცვა და ნელ-ნელა მოხდა ამ ინფრასტრუქტურის ჩამოშლა რა. თან გახსოვს მერე დაიწყეს უკვე გამოყენება ვარანგებისა აქტიურად, ჯერ კიდევ ბასილის დროიდან იწყება ამას გამოყენება, რომელიც ძალიან დიდი როლი შეასრულა ბიზანტიის ისტორიაში, ვარანგთა გვარდიამ, ხო? ისევე როგორც ფრანკების გამოყენება ძალიან აქტიურად მე-11 საუკუნიდან იწყება და მერე უკვე ჯვაროსნების პერიოდიდან კიდევ უფრო ფართოვდება ესა და აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად ასახული არის ხოლმე ასევე იმ ბიზანტიურ თანამეგობრობაში, რომელიც მის გარშემო არსებობს, მათ შორის საქართველოშიც, ხო? იგივე ფრანკები ხდება 1068 წელს ჯერ ბაგრატ მე-4-ის დროს, მერე ხდება დავით აღმაშენებლის დროს, ვარანგები ხდება ლიპარიტ ბაღვაშისა და ბაგრატ მე-4-ის სამოქალაქო ომის დროს, ანუ ეს ბიზანტიური კომპონენტები რაღაც დონეზე და ის გავლენის სივრცე აშკარად ძალიან ესე აქტიურად არის ხოლმე წარმოდგენილი საქართველოს ისტორიაში. იმპერიაში თუ იმუშავა ეხა ამ რაღაც დაქირავებულმა დასავლურმა კონტინგენტმა რატომაც არა შემთხვევაში. ხო მithumetes შენ მოსაზღვრეს ან მაგალითად მე მახსოვს რომ იყო ესეთი ფიგურა მიხეილ აკოლოტუსი, რომელიც ხალდიისა და იბერიის თემებში აგროვებს ვარანგებსა და ფრანკებს. აი ზუსტად იმის დროს ხდება ეგ როგად აი მე მგონი მონომახოსმა კონსტანტინე მონომახოსის დროს არის როცა კი აბრალებდნენ ახლა კონსტანტინეს რომ ისაო რა ქვია დასავლეთში უკვე რო გამოჩნდა 54 წლისთვის თუ მანამდე 50-იან წლების დასაწყისში რო გამოჩნდნენ აი პირველი სერიოზული ისო არაფერი არ გააკეთა არა და ზუსტად აი კაცი მიხეილ აკულატუსი გაიგზავნა იმისთვის რომ იქ რაღაცა ორგანიზება გაეკეთებინა აღმოსავლური თავდაცვისთვის.
ხო და შესაბამისად აი გარკვეულწილად აი ამ თავისი კომუნველსიაც არის ეს თანამეგობრები, იმაზეც მოქმედებდა ძალაუნებურად ესეც. აი ერთი ესეთი ფრაზას აღნიშნავდა ხოლმე სოდაშორის ერთი ჩემი ლექტორი. ბიზანტიის ისტორიაზეც საუბრობდით ხოლმე, რომ ბიზანტია უდაღუპესო ბერებმა და საჭურისებმაო. მაგრამ ეხლა აქ საქმე რაშია? ფრაზა რა თქმა უნდა ძალიან პათეტიკურია გარკვეულწილად, მაგრამ უნდა ვახსენოთ აუცილებლად საჭურისების ფენომენი, იმიტომ რომ ბიზანტიის ისტორიაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს საჭურისებს. ეს აშკარად არის აღმოსავლური მოვლენა გარკვეულწილად და აი ბიზანტიური ორიენტალიზმი გარკვეულწილად რაც ბიზანტიას აღვიქვამ დასავლეთიდან რაღაცა ორიენტალურად აღმოსავლურად, ეს საჭურისების ფენომენიც გარკვეულწილად ამაზე მოქმედებს. აი რა ადგილი ეჭიათ, რატო გაჩნდა ეს ფენომენი საჭურისის ასე ძალიან და რამდენად ფართო იყო და რამდენად დიდი ძალაუფლება ჰქონდათ მართლა ამ ფიგურებს ბიზანტიის ისტორიაში. ხო, საინტერესოა, იცი რა, ალბათ ხო არის ნამდვილად სპარსულ აღმოსავლური ფენომენი და ალბათ მე-11 საუკუნი, ანუ ბასილის პერიოდამდე აქტიურად არის საჭურისები და ბასილ პარაკიკოიმომნოსი მისი დიდი ფიგურა. ეკაპინოსის უკანონო შულზე ლაპარაკი, რომელმაც ბასილ მაკედონელის დროს საკმაოდ დიდი თანამდებობა ჰქონდა ამაზე, რა ქვია, საიმპერატორო კარზე. თუმცა რაღაცა დროის მერე მე-11 საუკუნეში ძალიან რაღაცა ხრებიან ეს საჭურისები. ანუ ადრეული იმპერიაში საჭურისების ის არის, რომ ერთის მხრივ არიან საჯარო მოხელეები, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ მემკვიდრეობის ყოლა. და ამიტომაც რაღაცა ის რომ ვერ გაიდგავენ, თქვა შეიძლება ანუ არ ყავთ ეს რაღაცა დიდი სანათესაო და მithumet შუა საუკუნეებში გვარი და რაღაცა ბევრს ნიშნავდა. აი ზოიას მე მგონა თეოდორას აბრალებენ, რომ ძალიან ბევრი საჭურისი შემოიკრიბეს გარშემო, იმიტომ რომ ალბათ მეორეს მხრივ რაღაც ჯგუფი იყო პროფესიონალებისაც რა, იმიტომ რომ დასაჭურისება მე როგორც მახსოვს ხდებოდა ხშირად მშობლები თავიშულებს საჭურისებდნენ რამდენად საშინელ იმის რომ კარიერული წარმატებები მიიღწია ხო სოციალურ კიბეზე ასული საშუალება იყო რა და მით უმეტეს აი იმიტომ რომ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე ამ სასახლეში ანუ ქალებს საკუთარი ნაცის კონათ რა ქვია კვარტალი ქართულად ხო და იქ თქვათ ბიზანტიის იმპერატორების ცოლები, რომლებიც თქვათ ეს თქვათ ისეთი გავლენები არ იყვნენ როგორც თქვათ ზოია და თეოდორა, ხო, მათ თავისი რაღაცა მეორე ალტერნატიული საიმპერატორო კარი ჰქონდა, სადაც ძალიან დიდი იყო საჭურისების გავლენა. თუმცა რა, აი მე-11 საუკუნის მერე აი ეს რაღაცა საჭურისების ფენომენი რაღაცა ხრება და ოღონდ რა, იმიტომ რომ მე ქრისტიანობას თავისი რაღაც დამოკიდებულება ჰქონდა და მუდმივად არსებობდა ეს რომ ეს რაღაცა გაუგებარი გენდერი და შემთხვევაში არ იყო მაინც პოზიტიური დამოკიდებულება ზოგი ამბობდა რაღაცა ცოტა ანგელოზებსაც გვანან და აი ბიზანტიის დროს მაკედონელების პერიოდში საიმპერატორო ცერემონიალების დროს აი რაღაცა საჭურისებს რაც განსაკუთრებული დატვირთვა ქონდა ცერემონიალების დროს რადგან არ იყო რაღაცა ესე ჩამოყალიბებული არც მასკულინური და ფემინური გენდერი რაღაცა შუაში იყვნენ ამიტომ რაღაცა აი რაღაცა ხო ასევე გახსოვს ძალიან ცნობილი საჭურისი მხედართმთავრებიც კი იყვნენ ზოგიერთი მათგანი ნარსესი მაგალითად ხო რომელსაც ჯერ ხო ძალიან დიდი ხანი იცოცხლა გონი 90 წელიწადზე მეტი ხანი იცოცხლა ხო და მეორეც ის იყო მხედართმთავარი რომელსაც იტალია დაიპყრო იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში წარმატებული და ფენომენალური ვიდრე ბელიზარიუსი ხო უბრალოდ რაცი ერთი განსხვავება რის გამოც ნარსეს ჰქონდა გარკვეული უპირატესობა ბელიზარიუსთან იუსტინიანეს ბელიზარიუსი ისა უფრო ეშინოდა ამ შემთხვევაში ვიდრე ნარსესისა რომელიც საჭურისი იყო და რომელიც ვერ დააყენებდა საფრთხის წინაშე მიზალაუფლებას ხოლო ბელიზარიუს მაგალითად თავის ძროზე როგორც პროკოპიციას შესთავაზეს კიდევაც რომ ის გამხდარიყო შემდგომში მმართველი ხო ეგ საფრთხე ყოველთვის არის როცა რომის ისტორიაში განსაკუთრებით ძალიან ხშირია ხო როცა იმპერატორი არის ჰომსტეი ანუ სახში დამრჩენილი იმპერატორი რომელიც არ არის სამხედრო არ მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში და არ არის ბრძოლის ველზე რომელიმე სერიოზული წარმატებული გენერალი რომელიც იგებს ომებს და მე იხდის აი ესეც ძალიან რომაული ფენომენი რომელიც დასავლეთში არ არსებობდა კაი დასავლეთ ევროპაში არ არსებობდა ცერემონიალების გადახდა ანუ აი ეს ტრიუმფით შესვლა და ადვენტუსი და აი ეს რაღაცა მთელი ქუჩები შირო შედის ეს გამარჯვებული არმია და
აი ეს რაც რომაული ფენომენი, ეს რა თქმა უნდა ხარ ყოველთვის იყო, ანუ იმპერატორების ზოგადად მიუხედავად ამ ღვთისმურთხევლობის და ქრისტეს მოადგილე და რაღაცები, ეს რიტორიკის იქით ყოველთვის ძალიან მყიფე მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ დინასტიური პრინციპის არარსებობის პირობებში როდესაც ერთმა ჩვენთან თქო ბაგრატიონებმა მოახდინეს რაღაცა უზურპაცია, აი გაგებით თუ სუდი გაგებით, ხო, რაღაცა მონოპოლია მოხდა მათ მიერ ძალაუფლების, ეგეთი ფენომენი ბიზანტიაში არ არის, ხო? ყველაზე ხანგრძლივი იმპერიისა დინასტია არის მაკედონიელები, სადაც ამავე დროს არამაკედონიელებიც მართავენ, ხო? ამიტომ იმპერატორის მდგომარეობა არის ძალიან მყიფე რა. ანუ მისთვის ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე შეიძლება უფრო დიდია ვიდრე ფეოდალურს შეიძლება ფეოდალურ ეგრეთ წოდებულ ლათინურ ევროპაში მონარქი აიძულონ, აი აჯანყებები ხშირად ხდება, იმიტომ კი არა რომ თქვა მონარქია გადააგდო, არამედ უბრალოდ აიძულონ აი საკუთარი მაგალითად მაგნა კარტა რო დაადებინეს ჯონ უმიწაწყლოს, ხო? მაგრამ იმპერატორის მდგომარეობა არის ძალიან მყიფე. ანუ იდეაში ბიზანტიის იმპერატორები არიან ბევრად უფრო მოწყვლადები ვიდრე სხვა წარმოუდგენია და ამ რაღაცა სკელი რიტორიკის იქით არის ძალიან მწარე რეალობა, როცა თქვა და კონსტანტინოპოლი შენ გაქვს თქვა ლონდონი და პარიზი 11-12 საუკუნეში თუ 10 და 20000 კაცი აქვს 400 და 300 და შეიძლება 500000 კაცსაც აღწევს, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ძალიან დიდი ისა აქვთ, რა ქვია, პოლიტიკური ძალა აქვს კონსტანტინოპოლის მოსახლეობას, რომელსაც შეუძლია ისე ანუ ხანდახან ისე აჯანყდეს და ნიკას აჯანყება გავიხსენოთ. ნიკას ერთ შანსი შემთხვევა როცა მართლა იმპერატორმა მოახერხა, აი იდეაში იუსტინიანე ნაყირავებულიყო. უბრალოდ მან გარისკა და ხო ისეთი ხოცოშლიტა დაატრიალა, რომელიც არც ერთ იმპერატორს მომავალში აღარ ის თეოდორას მოწოდებით. ხო, ნუ ხო, რამდენად ხა მივიღებთ პროკოფიუსის, მაგრამ სავსებით შეძლებელია, იმიტომ რომ ძალაუფლების დაკარგვა სიკვდილს ნიშნავდა. ისედაც იცი რა, თეოდორას ხასიათი როგორც ჩანს უფრო წყაროებში, ის უფრო იყო ეგეთი რაღაც გამკეთებელი ვიდრე იუსტინიანე, ხო, ისე ჩანს. იმიტომ რომ აი მე-11 საუკუნეშიც გაქვს ფენომენი, როცა მაგალითად ზოია როცა გაასახლა მისმა ქმარმა მიხეილმა, როგორ გამოვიდა უცბად, ოღონდ სპონტანურად დაიწყო მოსახლეობამ გარეთ გამოსვლა, იმიტომ რომ ზოია მაკედონიელი, რომელიც კი შეიძლება არ მართავდა იმპერიას, მაგრამ ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ძალიან დიდი ფულს ხარჯავდა ფილანთროპიაში და მოსახლეობა ძალიან უყვარდა და გადასახლების მერე აი ისე აყირავეს იმპერატორი, რომ არ წარმოედგინეს 1042 წელია, რამოდენიმე 1000 ჯერ ქალებმა დაიწყო და შორის გარეთ გამოსვლა. რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი დედოფალიო და მერე მოხდა ის რაც მოხდა, რომ რამოდენიმე 1000 კაცი გარეთ გამოვიდა მოსახლეობა, იმიტომ რომ რამოდენიმე მეგაპოლისია, რამოდენიმე 100,000 ადამიანი ცხოვრობს. და უბრალოდ კი გამოვიდა მე დააბრუნა ზოია, მაგრამ მე შენი მიხაილი გამოათრიეს აია სოფიადან და დათხარეს თვალები და ნუ მოკლედ ასე რომ განსხვავებით სხვა ევროპული პოლიტიკური ერთეულებისგან და ქვეყნებისგან განსხვავებით კონსტანტინოპოლის მოსახლეობა იყო ძალიან დიდი ძალა, რომლის რა თქმა უნდა მანიპულირების საშუალება არსებობდა, შეიძლება დაწყებულიყო პროტესტი და მე იმ პროტესტის მიმართ ანუ ხო ხდება როგორც ხდება ხოლმე სხვა მიმართულებით წარმართვა შესაძლებელი იყო. იგივე დაემართა თქვათ იმასაც, ხო, 1180 რომელი წელი იყო ანდრონიკე რო გადააგდეს. მოვიდა ეგრეთ წოდებული პოპულარული, ანუ ყველაზე დაბალი ფენების მხარდაჭერი და ისეთ ანდრონიკე კომნენოსი და უბრალოდ ისეთი გააკეთა 2-3 წელიწადში, რომ მე აი მოსახლეობამ ატრია ქუჩაში კი. ატრია ქუჩაში. გავიხსენოთ ხა ჯერ მარტო რამდენად საინტერესოა ბიზანტიელი იმპერატორების ცხოვრება, ზოგადად რომლებიც გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან. მართლა როგორც აღნიშნავ, იუსტინიანე მეორე გავიხსენოთ, რომელსაც ცხვირი მოაჭრეს, განდევნეს და მე დაბრუნდა უკან და უქროს ცხვირი ქონდა იმის მაგალითად დაყენებული, ხო? და მე შავდღეს ჩაყარა ყველა ვინც მის მაშინ. ხო, ამიტომ დინასტიური პრინციპის არარსებობის გამო არის ძალიან დიდი საფრთხე არმია, რა თქმა უნდა, არის ასევე დიდი მოთამაშე ყოველთვის. და იდეა როგორც რომში იყო ეს იდეა რომ ეს იმპერატორი არის არასამართლიანი, აი ეს როდესაც იწყება ის რომ აი არასამართლიანობის პრინციპი ხო, იცი რა, იმპერატორის ძალაუფლება არ არის ისე გამყარებული, როგორც მაგალითად ფეოდალურ სახელმწიფოებში არის მისი რაღაცა ნახევრად ღვთაებრივი სტატუსით, ფაქტობრივად, ხო, სადაც ის მირონცხებული არის ღმერთისაგან, რომელსაც მუნიჭებული აქვს ეს ძალაუფლება და შეთანხმებულები არიან ეს ფეოდალური გვარები, რომ აი ამ საგვარეულომ უნდა მართოს ამ შემთხვევაში, როგორც იყო ბაგრატიონები მაგალითად, რომელთაც ვერც ერთი სხვა ქართული საგვარეულო ვერ ბედავდა, რომ მეფობა თვითონ მიიღოთ მათ ნაცვლად ამ შემთხვევაში, ხო, იმდან მტკიცე იყო. ბიზანტიაში არის აპერსონალური განცდა სახელმწიფოსი, ბასილეი არის სამეფო ხელისუფლება და აი ეს მირონცხებულობის ელემენტი გადადის საიმპერატორო
ოფისზე და არა პერსონაზე რა. იმიტომ რომ ეგ შენი ღვთის და ქრისტეს მოადგილე გვინახავს კონსტანტინოპოლში ნაფორტყიალები საკმაოდ ძლიერი ფორმებითაც. თუმცა, როდესაც სხვა ქვეყნებთან ჰქონდათ ურთიერთობა ბიზანტიელებს, შიგნით კი ერთმანეთს ხოცავენ, მაგრამ როცა სხვებთან აქვთ ურთიერთობა, თავის ძოზე ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელსაც ისინი ერთ-ერთზე თანაბრად უყურებდნენ, იყო სასანური ირანი, რომელსაც ძმას უწოდებდა მას შაჰს და შემდეგ, ხო? მაგრამ აი, როდესაც ბიზანტიის იმპერატორის ოჯახიდან ხდება რომელიმე, თქვათ, იმპერატორის დის ან ქალიშვილის ან შემდეგ გათხოვება სხვაგან. ეს იშვიათი მოვლენა არის, ხო, ძალიან, იმიტომ რომ ისინი არ თვლიან იმ სხვას, რომ ბიზანტიის იმპერატორთან უნდა გათანაბრდეს ამით გარკვეულწილად და მოხდა ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ასეთი ვლადიმირმა, როცა კიევის მთავარმა შეირთო ცოლად ბასილის და, ხო, ირინა, რომელთაც მერე მოხდა ფაქტობრივად ბიზანტიური გავლენის შესვლაც კი გარკვეულწილად კიევის რუსეთში, იმიტომ რომ იქ მოხდა გაქრისტიანება და რა თქმა უნდა მიიღო იქიდან ვარანგთა გვარდია შემდგომში, რომელიც ბასილმა გამოიყენა, ხო, მაგრამ სხვა შემთხვევაში ძალიან იშვიათად ხდებოდა მე-11 საუკუნეში იწყება ეს ტენდენცია და სხვათა შორის ჩვენი მარია მართა არის მეორე არა ანუ იმპერიის ისტორიაში მეორე ირინეს მერე რომელიც იყო ხაზარით იყო ეს დედოფალი კი ანუ იდეაში მეორე თუ მესამე არა ბიზანტიელი წარმოშობის ანუ იდეაში მარიამით რაღაცა იხსნება ახალი ერა მაგ რომ მე უკვე უცხოელი დედოფლები მოდიან. იოანე მეორე კომნენოსის ცოლი პიროშკა, იმის რა ქვია, უნგრული წარმოშობის არის და მე უკვე მანუელს უკვე არ ყავს რომაელი, ბიზანტიელი ცოლები. ესეც აი სხვათა შორის გაჩვენებს რეალო, აი მიუხედავად იმისა, ამ რაღაცა ძალიან ისეთი ხისტი ბიზანტიური ქსენოფობიის რა, რომელიც არსებობდა, რომ ჩვენ ვართ და დანარჩენები ყველანი ქვემოთ არიან. ხო, ბარბაროსები ხართ ყველა. მაგრამ რაღაცა პოლიტიკური სიტუაცია რო იცვლება რა, რაღაცა უკვე გეოპოლიტიკური მოცემულობა რა, სხვა გაგდა. ახლა საქართველოს წონას განაპირობებს ის რომ მარიამი მიდის და ხდება დუკების რძალი ეს იმიტომ ხდება რომ აშკარა არის რომ საქართველოს სამეფო უკვე მოთამაშია ბაგრატის დროს და იმპერიას ჭირდება ბაგრატი იმისთვის რომ სელჩუკებს რაღაცა უხდა და ეს აბსოლუტურად ისიც გავიხსენოთ რომ შემდგომში დავით აღმაშენებლის ქალიშვილი კატაიც ბიზანტიაში თხოვდება ხო კატაი უბრალოდ არ ხდება პირდაპირ იმპერატორის სოლი არის ხო ანა კომნენა და ბრიანიოსი მისი ქმარი ძალიან გავლენიანი ფიგურებად რჩებიან ეხლა კი რაღაცა დაპირისპირება შეიძლება იყო მის ძმას და ანას შორის მაგრამ ეს მაშინ როცა თქვა გათხოვდა კატაი მაშინ ხო ის რა ქვია ანა ძალიან დიდი ფიგურაა და მისი ქმარი ანა ინარჩუნებს ახლა ყოველ არასწორი დამოკიდებულების მიუხედავად რა რომელიც ახლა თანამედროვე მკვლევარებმა გადააფასეს რომ ანა მაინც არც ისე დიდი დაპირისპირება იყო მასა მის ძმას შორის და ბოლოსკენ ანა რეაბილიტირებულია და ძალიან დიდი ფიგურაა და ინტელექტუალია და ის რაღაც სალონები აქვს და არისტოტელეს რაღაცა ჯერ მარტო მისი დაწერილი ისტორიული თხზულება ერთ-ერთი ყველაზე კარგი არის და ის რაღაცა მე ეს არისტოტელური წრე და ამ რაღაცა აი სალონები რაც გვიან ევროპაში ხდება ეს რაღაცა კითხვების რაღაცები ბიზანტიური წინამორბედია მაგის ანა არის ერთ-ერთი აი ესე თქვა თუნდაც გავიხსენოთ კიდე ეს გიორგი მერვის ქალიშვილი პოტენციურად უნდა ცოლად გაყოლოდა კონსტანტინე მე-11 უკანასკნელი იმპერატორს ხო და ამავე დროს მაგ დროს უკვე ალყაში ექცევა მალე კონსტანტინოპოლი ეცემა და შესაბამისად ეგეც ცოტა ის არის რა ქვია desperate მოკლედ ძალიან ის რო ხარ ხო განწირული მცდელობაა რომ იქნებ რაღაცა იმ ეპოქაში უკვე აშკარაა რომ რაღაცა იქნებ აქ ლაპარაკი არის რომ 300-400 კაცით რომ მივიღოთ საიდანღაც ეგეც ამბობი და მაგიტო ხდება მაგრამ ეხლა მე-11 საუკუნეში აი მარია მართას ამბავი ძალიან დიდი ამბავია თან ის იყო ორი იმპერატორის ცოლი ჯერ მიხეილ მეშვიდე წუწურაქისა როგორც უწოდებენ და მერე იყო უკვე ნიკიფორე ბოტანიატე ხო ნიკიფორე მესამე ბოტანიატე რომელიც მერე დაამხეს ის მაშინ მარიამის ხელი არია იმიტომ რომ აშკარა ანუ მარიამს ხა თავის ძალიან კარგი დედა იყო ანუ დედობრივი ინსტინქტის ამბავია იმიტომ რომ თავისი შვილის გადარჩენა უნდა და ამისთვის გააკეთა ყველაფერი როცა დაინახა რომ ბოტანიატესმა რაღაცა მისი ნათესავის იმიტომ რომ იდეაში მიხეილ დუკას ჩაჩუშების დროს შეთანხმება იყო ნიკიფორესთან რომ მისი შვილი მარიამის შვილი იქნებოდა შემდგომი იმპერატორი როგორც კი აი ეს დაყენდა ეჭქვეშ მარიამმა ეგრევე კომნენოსებთან თუმცა მე ალექსი აბსოლუტურად არ გაითვალისწინა ეს ხო მაგრამ სხვათა შორის ანუ გამოცხადდა მისი შვილი მარიამის შვილი
მოხდა მისი ეს ვთქვათ კესაროსად მოკლედ სანამ გაჩნდა იოანე მარიამის შვილი და იყო ისა რა ქვია დანიშნული ანა კომნენოსი და ანას ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა მარიამზე ზოგადად ძალიან უყვარდა და ხო ძალიან დამოკიდებული. ხო, მას ყავს აღწერილი ზუსტად. ხო, სილამაზე. ისე საინტერესოა, რომ მაშინ როდესაც მოიხსნება მარიამ ალანი ესეა ხო, მოხსენიებული, ხო? ზოგადად გეოგრაფიის წოდან თან ეს რაღაცა ანტიკური, აი ეს რაღაცა ხოთა შორის აი რომაული და ბერძნული რიტორიკული და ლიტერატურული ტოპოსების გამოყენება ძალიან ისეთი დარჩა მოკუდრეობა. ხო, ყვითი ალანი, რაღაცა შორეული კავკასიურის მიღმა, რაღაცა ეს ამის აღმნიშვნელია გარკვეულწილად. ხო, არა, იმიტომ საქართველოზე ზოგადად მაშინ ხან აბაზგია არის, ხან ალანია არის და ხან იბერიაა და ვერ გაიგეს და რაღაცა მაინდა-მაინც ჩაუღრმავდნენ მაგალითად. ხო, იმიტომ ბიზანტიურ ლიტერატურაში ასევე ნაღვნიშნოთ, რომ ანტიკური ტრადიცია კვლავინდებურად ინარჩუნებს ადგილს, ხო, ტერმინოლოგია მათ შორის ჰეროდოტესეულიც კი დიდი ხანი რჩება. აი მე მაგალითად აი ბიზანტიურ და ანუ ბერძნულ ლათინურ პერიოდს ასევე იმით მიჯნავ ხოლმე, რომ მაგალითად ისტორიულ წყაროებს თუ მივყვებით, აი ხედავთ, რომ პროკოპი კესარიელი, აგათიე სქოლასტიკოსი და აი როგორც კი ამას გავწდებით, თითქოს მერე უკვე შუა საუკუნეობრივი სტილი უფრო ეუფლება ნელა ბიზანტიურ ლიტერატურას, ხო? მაგალითად მალალა და უკვე შემდგომი ავტორები გაცილებით უფრო აი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მეთოდიკითა და სტილით წერენ, ხოლო პროკოპის რო კითხულობთ, გეგონება რომ აი ანტიკურ ლიტერატურას კითხულობ. არა, მე-13 საუკუნეში აი ეს ბრუნდება სხვათა შორის, აი ეს რაღაცა ანტიკური ტრადიცია. ხო, აი ეს რაღაცა რომაულობა, აი ეს რაღაცა ბერძნული ლიტერატურული ტოპოსების გაჩენა, აი ხა ატალიატე მაგალითად თურქებს სპარსელებად მოიხსენიებს სულ, ხო? და ანაკომნენი კელტებს ეძახეს და ევროპელებს. ხო, ხო, ამიტომ ეს რაღაცა ეს ზუსტად ისეთი მარკერია იმისა, რომ ანუ ამას იმიტომ კი არ იყენებენ, რომ არ იციან უბრალოდ ერთის ხრივ შენი ანუ ლიტერატურული განსწავლულობის და მის ხაზგასმაა, რომ აი შენ იცნობ ანტიკურ ლიტერატურას და ისე კი არ მარტო კი არ გაგიგია კონცეპტუალურად გესმის და თქვა შენ ტექსტებში იყენებ ამას. საერთოდ სანამ დავამთავრებთ, მინდა რომ მოკლედ ყოველთვის ბოლოსთვის ჩვენ აღვნიშნავთ ხოლმე, აი რა შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს ამ თემაზე, მაგალითად. ეხლა ბიზანტიაზე არსებობს უზარმაზარი ლიტერატურა, ბუნებრივია, დაწყებული მე-19 საუკუნიდან, ნუ ამ თემაზე ძალიან ბევრი იწერებოდა, ჯერ კიდევ სტივენ რანსიმენი და ჯონ ბერი და შემდეგ ძველი ავტორები წერდნენ ამ შესახებ, ხო? მე მაგალითად გამოვარჩევდი ასევე რუს ავტორებს თავის დროისა, ვასილევი როგორიც არის კაშდანი, როგორიც არის ობოლენსკი, როგორიც არის ოსტროგორსკი, მინორსკი, თავის მხრივ უკვე შემდგომ პერიოდში, კარპოვი, რომელიც ტრაპიზონის იმპერიაზე წერს და ტრაპიზონის გარკვეულწილად ბიზანტიური ანკლავია, ხო, რომელშიც კომნენოსებმა შეინარჩუნეს ძალაუფლება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. ძალიან მარგინალიზირებული დარჩა ბოლომდე თავისი გეოგრაფიული და იმის გამო. კი, თუმცა ბიზანტიური ერთეული ისე როგორც ეპირის სადესპოტო და ასე შემდეგ, მაინც მან უფრო დიდი ხანი გაძლო ბოლო-ბოლო ვიდრე კონსტანტინოპოლი. არა, არავინ არ განიხილავს, რატომაც სულ რაღაც მარგინალიზირებული კი. კი. ანუ შენ მე ხა მეკითხები რა წავიდე. ხო, მაგალითად ტიმოთი გრეგორი ხო შეიძლება წავაკითხოთ ასევე. ძალიან ზოგადი იმისთვის და ბრიფი, ან მოკლეა ძალიან. ტიმოთი გრეგორი მე მგონი არც არის, ანუ ბიზანტინისტი უფრო რომის იმპერიის. ანუ ესე მოკლედ ანუ მე მაინც რაღაცა კალდელის არ პრობლემური ავტორი, მაინდა-მაინც არ არის კალდელის, მაგრამ მისი აი ბოლო and Roman land, ანუ რომის იმპერიის ისტორია, ანუ ბიზანტიის ისტორია 2023 წელს გამოვიდა, ოქსფორდმა გამოცა, ესეთი ტიტანიანი წიგნია, აი ზოგადი ბიზანტიის იმპერიის ისტორიისთვის საკმაოდ ზოგადად საერთოდ რთულია, მე თანამედროვე კვლევარები ძალიან ერიდებიან, ძალიან არატრენდულია, ეხლა რაღაცა იქიდან ალფადან და ომეგამდე სულ დაწერეს ყველაფერსა კი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, მე რაც წამიკითხავს როგორც პროფესიონალ ბიზანტინისტს, შემიძლია ვთქვა, რომ კალდელისის Roman land, არა როგორ არის, ან თუ არა Roman land. რომლიც არის და New Rome-ის. არა Roman land-იც არის. ანუ New Rome არის ბიზანტიის იმპერიის ისტორია კონსტანტინედან ვიდრე დაცემამდე, ხო? უბრალოდ სათაურები აურეცხრე. ხო, დიდი წიგნია 400 პლუს გვერდით. ესეთი ნარატიული ისტორია, ოღონდ ისეთი მოკლედ კარგია რა. გავითვალისწინებთ, რომ 1000 წლოვანი იმპერიის ისტორიას წერს, საკამაოდ ნორმალური ასევე დავასახელო შეგვიძლია ჰალდონი, ჯონ ჰალდონი. ჯონ ჰალდონი ძალიან ალბათ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორია, ბევრი მიზეზების გამო, ძალიან კარგად აი ამ რაღაცა იმპერიის აი ტრანსფორმაცია და როგორ ხდება ადაპტირება, მას ძალიან კარგად ხედავს და ძალიან კაი the empire that wouldn't die, რომელიც არ მოკვდებოდა, რომელიც არ მოკვდა, ეს ძალიან კარგია. მე-7 საუკუნეზე რაც აქ დაწერილი, ეგ ძალიან კარგი ეს არის. მაგრამ აი ნარატიული ისტორია ალბათ აი ვისაც უნდა რომ მართლა კონსტანტინედან და დაცემამდე რაღაცა კალდელის არ ურჩევდი მაინდა-მაინც მის რა ქვია
ტრედგოლდის Warren Treadgold. Warren Treadgold იყო მანამდე კალდელისამდე დაწერა უძველესი დროიდან ასევე, მაგრამ Treadgold უფრო კარგი ნაშრომებიც აქვს ცალკეულ თემებზე, მაგალითად ეს არის რომის იმპერიის არმიაზე აქვს ძალიან კარგი ბიზანტიურ არმიაზე. აი ეს ნარატიული ისტორია საკმაოდ სუსტია. ევრელ კამერონი ასევე თავის ძროზე. ევრელ კამერონს ხო, კირილ მანგო არის ასევე ესეთი ავტორი ხო. კირილ მანგო შეგვიძლია ურჩიოთ. აი ქართულად რას აიკითხავს? ვერაფერს. აი ძალიან უცნაური რამ არის. ნახეთ, ბიზანტიურ თანამეგობრობის ნაწილი ქვეყანა, რომლის მეფეებიც ატარებდნენ ბიზანტიურ ტიტულატურას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ბიზანტიურ კულტურასთან, რელიგიასთან, ლიტერატურასთან, ტრადიციასთან და არ გვაქვს ბიზანტიის ისტორიის წიგნი. დაწერა ერთი ტომი სიმონ ყაუჩიშვილმა, ერთი ტომია ბიზანტიის ისტორია, რომელიც მეგობრებს ჰერაკლეს ძალიან ძველია, რა თქმა უნდა. ხა თან მithumetes ყაუჩიშვილი ამდვილად ძალიან დიდი მეცნიერი იყო, თან მაგრამ ის უფრო ფილოლოგი იყო და საქართველოს ბიზანტიის ურთიერთობებზე ნოდარ ლომოური წერდა ხოლმე. ხო, ნოდარ ლომოურის ერთი ტომი, მე მგონი ორ ტომად აპირებდა გამოცემას, მაგრამ მეორე ვეღარ გამოცდა. ხო, პირველი გამოცდა. არა უშავს. რაც გვაქვს, ხო. ზოგადი შეჯამებაა თან და საჭიროები. ხო, და ზოგადად ხო პრობლემაა. საქართველოს საერთოდ ყველაზე ფენომენალურად უცნაური ეს ყველაფერი ის არის, რომ 1000 წლოვანი იმპერიის თან ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, მთელი რიგი მოკლედ პოლიტიკური, ეკონომიკური და შემდეგ ისტორიული პირები რაღაც იქ მოღვაწეობდნენ, ნაწილი მყავით და მაგრა გვიჭირს, ანუ მე ხა გასაკეთებელია. შევადარო სერბეთში მაგალითად რა ხდება, რომელიც იყო ამ თანამეგობრობის ნაწილი ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ მათი სახელმწიფოებრიობა ძალიან გვიან იწყება და თქვა ბიზანტიას უფრო დიდი როლი აქვს შეიძლება სერბული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში თქვა ვიდრე იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა რომის იმპერიას უსწრებს თუ ბიზანტიას უსწრებს, ხო? იქ მაგალითად არა მარტო სერიოზული მიმართვა, ანუ მთელი სკოლა არსებობს, ბიზანტიის შემსწავლელი ინსტიტუტი არსებობს თალკე. აი ჩვენთან ხო ისტორიის ინსტიტუტი, იმათ ბიზანტიის ინსტიტუტი აქვს. და ხო, ბულგარეთში ბევრად უკეთესი სიტუაცია. ხო, არა, ჩვენთანაც არსებობს გარკვეული ინსტიტუტები, თუმცა აი სახელმძღვანელო ან რაიმე ამ ფორმით წიგნი, რომელთაც ჩვენ შესაძლებელი გვექნება რომ ბიზანტიის ისტორია ვასწავლოთ და იყოს ეს დისციპლინა დანერგილი ქართულ უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიის შესწავლა ამ იმპერიის ისტორიის გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ძალიან და მეთოდოლოგიური პრობლემები, იმიტომ არსებობს, თქვა, აი მე ხარ მინდა რომ ძალიან კრიტიკული იყო ჩემი კოლეგების მიმართ, უბრალოდ ქართველოლოგია გასაგებია თავისი ნიშა აქვს, მაგრამ არ შეიძლება ქართველოლოგობდე და მithumetes აი ამ პერიოდის პოლიტიკურ, ეკონომიურ და ლიტერატურულ ისტორიაზე წერდე და აღმოსავლეთ რომის ბიზანტიის იმპერიაზე წარმოდგენა ქონდეს რაღაცა ორი უბადრუკი საბჭოთა პერიოდში დაწერილი, აი ყველაზე საშინელი ავტორის გაურკვეველი ორტომეული, აი მას წაიკითხავენ და მე იმის აი ხო ძალიან დიდი პრობლემა, ანუ ბიზანტიის არცოდნაც და აი ამას აწყდები ხანდახან ძალიან ძიმეთ, ხო და ეს გამოსასწორებელი ნამდვილად. ხო, შესაძლოა ასევე აღინიშნოს, რომ გერმანიას აქვს ძალიან ძლიერი ბიზანტიის სკოლა თავის მხრივ, საფრანგეთში ძალიან აქტუალურია, ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შესაბამისად, ასე რომ დასავლური ისტორიოგრაფია გარკვეულწილად ამ თემაზეც ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ, რომ შვედური სკოლაც არსებობს. მოგეთ ყველას აინტერესებს ჩვენ გარდა. ხო, არა, ნამდვილად სამუშაო გვაქვს მაგმართო. ხო, დავამთავრებ ამ თემას, სოციალ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფრანგი ისტორიკოსის პატრიკ ბუშონის სიტყვებით. შუა საუკუნეები არის რომის ნელი აგონია, როგორც ის აღნიშნავს, ასეც არის მართლა. კი, ნამდვილად ეგრეა. ბიზანტიის ისტორია ფაქტობრივად აი მთელ შუა საუკუნეებს გასდევს და მისი დასრულებით ისიც ვთავრდება, გარკვეულწილად, ხო. და მინდა რომ ამით დაგემშვიდობოთ სვენელებო, მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეოები, ჩვენ ახალი ვიდეოებით დაგიბრუნდებით მოკლე ხანში. ნახვამდის.